მოგესალმებით ვიფას კოლეგებო. სასიამოვნოა რომ დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იყოფა ხარის აკადემია, მივესალმებით აღმატებულებას ბატონ პრეზიდენტს, ბატონ გიაკვაშილავას, ბატონ ელგუჯას, ხალატონ ეკას და თითოეულ თქვენთაგას. პატივისცემითა და სიყვარულით. იმ დიდი საზოგადოებრივი რამე თუ აკადემია არ არის მარტო მეცნიერება აკადემია საზოგადოებრივი საქმიანობა და იმ დიდი ყურადღებისას, რასაც თქვენ იცით ქართული საზოგადოებისადმი. მე ბატონ გიას კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი. რამე თუ მოგეხსენებათ რექტორების დრო ცოტა ეს გუდულია, მაგრამ რასაც ვაკვირდები პრესაში თუ ელექტრონულ მედიაში ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს გახსნილების საკითხების, რომელსაც თქვენ უკვე ჩვენ აკადემიაში იხილავთ. მინდა გითხრათ, რომ და დიდი მადლობა გადაუხადო ამ აკადემიის დამფუძნებლებს, აკადემიკოსებს, ილია ვეკუას და გიორგი ჩიტაიას. ეს ჩვენ თუ რამეს მართლაც მთელი სული და გულით მინდა გითხრათ, რომ სადაც არ უნდა წავიდეთ სოფლიოში სტუმარად ჩამოდის დიდი სახელმწიფო ჩვენ დედა უნივერსიტეტი 4 წლით უფროსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე და ვამაყობთ რომ გვაქვს 100 წლოვანი უნივერსიტეტები. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არაფერი არ არის. ამხელა უძველესი ქვეყნისთვის არაფერი არ არის, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რა გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ვცხოვრობთ, სად მდებარეობს და გავიარეთ. ამიტომ ჩვენი სიამაყე იწყება ფაზის აკადემიიდან. უხსოვარი დროიდან, მე-4 საუკუნეებიდან, შემდეგ გელათით და იყალთოთით და ალბათ ეს ჩვენი დიდი ერის შვილები, ერის კაცები, ილია ვეკუა და ბატონ გიორგი ჩიტაიას, როგორც ფოთერის და ფოთის ერთ-ერთ დროს ფოთის ხელმძღვანელი იყო მერი მე კიდე ბატონ გიორგისთან ვაკავშირებს ბავშვობა, ნაცსაური კავშირები ქონდა და ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი თუ პატარას, რომელსაც მაშინ აკადემიაში მატარებდა ხოლმე, ზელაძის ქუჩაზე ვცხოვრობდით ერთად და დათერმინოიც გქონდა მშობლებს. და მის კალთაში გავიზარდე და ვერ წარმოვიდგენდი თუ ამ აკადემიის წევრის გავხდება და დიდი აკადემიის, მაგრამ ეს ცხოვრებაა და ესე მოხდა და ალბათ მასთან ურთიერთობაც იმოქმედა შენს. ამიტომ ჩვენთვის ძალიან დიდი სიამაყე არა მარტო საქართველოში, არამედ მეწუნეთ მეცოდესაც რომში ვიყავით ფლორენციის სასახლეში და ჩვენი მქონდა შეხვედრა ვატიკანთან და მეცნიერებთან და საზოგადო მოღვაწეებთან, უსტად ამით დავიწყეთ და სადაც არ უნდა ვიყოთ ამით საუბრობ. ასე რომ ბატონო გია დიდ საქმეს აკეთებთ კოლეგებთან ერთად, თითოეულს მოხსენება, თითოეული თქვენი გამოსვლა მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდობისათვის. ჩვენი ქვეყნისათვის, დღევანდელობისათვის, როცა ასე საჭიროა ქართული იდენტობა. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი კონფერენცია და წარმატება გისურვოთ და მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი, როგორც ფლაგმანი ჩვენი განათლებისა, ყოველთვის ათიხდება საქართველოში, ჩვენი ფარის აკადემიის და ერთად თანამშრომლობისას, თუმცა ფარის 1900 წლის როგორც ვთქვით და როგორც ვფიქრობდა. დასკვნა ესეთია, რომ ერთმა ხელი მოგიმართო ჩვენ ქვეყანას, თქვენ მინდა გითხრათ, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დღესაც ხონდა მას გამოსვლა ბატონ ერაყ კობახიძეს, ისიც აკადემიურ ოჯახიდან, ბატონ ირაკლი აკადემიურ ოჯახიდან არის და მისი ბაბუა მალხაზალიშვილი ცნობილი მეცნიერი და აკადემიკოსი იყო, რომელიც 105 წლის დავიზეებდა და მე ვფიქრობ იმაზე უმაღლესი განათლების რეფორმაზე, აკადემიის დახმარებაზე და ვფიქრობ, რომ ბევრი რამ შეიძლება ამ საზოგადოებრივ აკადემიებზეც ახალი წარმოიშვას, რომელსაც ჩვენს გვექნება, რომ რაღაც ფინანსური დახმარებაც იყოს ამაში და ასე ვთქვათ, სხვადასხვა ის მემკვიდრეობა, რაც ვერ მოგდებს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ. თქვენ კიდევ მადლობა ვიცი თქვენი დახმარებისას. მადლობა თქვენ აღმატებულება ბატონო რექტორო. ფაზის აკადემიის საზოგადოება თქვენს მიმართ დიდ მოწიწებას და მადლიერებას გამოხატავს. ჯერ ერთი თქვენ შეცვალეთ უნივერსიტეტის სისტემა, ჩვენ დავათვალიერეთ რამდენიმე ნაწილი აქა და ძალიან სასიამოვნოა, რომ ფაზის აკადემიის სესია თქვენთან იმართება. გისურვებთ წარმატებას ყოველ მხრივ
იმიტომ რომ უნივერსიტეტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. საერთოდ თუ შეიძლება ვიამაყოთ ქართველებმა, სწორედ მეცნიერების გზით უნდა ვიამაყოთ. ქართველებს აქვს დიდი ისტორია, როგორც თქვენ მოგვახსენეთ, ფაზის აკადემია ერთ-ერთი აკადემია მსოფლიოში იმ ძველ პერიოდიდან, არისტოტელეს ლიცეუმი და პლატონის აკადემია თქვენთვის ცნობილია და ჩვენი სურვილი იქნება ბატონო რექტორ, რომ აი ეს აღვაორძინოთ ძალიან მნიშვნელოვნად, რომ წარმოვჩნდეთ საქართველოს როგორც ევროპის უსაძირპელესი ქვეყანა და ჩვენ არა ვართ ვინმესგან ხელი გამოსაკრავი, არამედ უნდა ვიამაყოთ სერიოზულად. დადებითი მუხტით, მაგრამ ასევე ჩვენ პასუხისმგებლობა ესე იგი გვეკისრება იმის თაობაზე, რომ აი ესეთი ისტორიის მქონე ქვეყანამ, საზოგადოებამ ყველამ უნდა იშრომოს, რომ ეს ქვეყანა ძლიერი იყოს. მარტო მთავრობას არ ევალება, არამედ ყოველ პიროვნებას. დიდი მადლობა ამ შეკრების ღონისძიების მასში თქვენი ორგანიზებით, დახმარებისთვის, ყურადღებისთვის და გისურვებთ ყოველივე კარგს და წარმატებებს. მადლობა. თქვენი ხმალი და ჩვენი კისერი. გაიხარეთ. რამე თუ მე ახალგაზრდას სულ ვეუბნები და ყოველთვის ვიტყვი რომ მეცნიერების გარეშე საერთოდ ძალიან რთულია ცხოვრება, მაგრამ ეხლა რომ გონიათ ამ ბავშვებს რომ აი ევროპა კარგია, რა თქმა უნდა ჩვენ გეოგრაფიული ევროპა არა ვართ, მაგრამ სულელები და კულტურით არანაკლები ვართ თუ არა მეტი. ამაზე არ დავიწყებ კამაც, მაგრამ სოფლიოში აი ეს პატარა ერი რატო ვართ ესეთი? აი თუ გით ეხლა ეს დარბაზი, თქვენ თვითონ თქვენთაგან, თქვენი გონი, აზრი ისტორიულად როდისმე რამე მოხდა რა პლანეტაზე ქართველები არ მონაწილეობდნენ? არა. არც პოლიტიკურ და საერთოდ მეცნიერებაში უდიდესი ღვაწლი გვაქვს და ეს შემთხვევით არ ხდება, ხო? არ არის არაფერი შემთხვევით, ამიტომ არის ღმერთისგან ნიჭი და ჭკუა მოძებული, რომელიც უნდა გამოიყო და გავაღვიო. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ ყველას. ძვირფასო კოლეგებო, ეს ფაზის აკადემია აღნიშნავს იმ მნიშვნელოვან ღონისძიებას და ჩვენ ამ ღონისძიებაზე წარმოვადგენთ დიპლომებს და ამ შემთხვევაში ბატონ რექტორი ბრძანდება ფაზის აკადემიის წევრი და მას გადავცემთ ფაზის აკადემიის დიპლომს. მადლობა. უღლესი მადლობა გია ბატონო. დიდი მადლობა. უღლესი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. ძვირფასო კოლეგებო, გავაგრძელოთ ჩვენი სესია. დღევანდელი სესია ფაზის აკადემიისა რიგით არის 26-ე და დღევანდელ სესიაზე ჩვენ გვაქვს მოხსენებელი პროფესორი ბატონი გელა ეფიანი, რომელთან დაკავშირებით მინდა თქვა რამდენიმე სიტყვა. ფაზის აკადემიის წევრებო, მოგმართავთ, ფაზის აკადემია არ არის მარტო ესე იგი პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და საუნდივანი. ყოველ თქვენთაგანს აქვს ეს დატვირთვა, რომ ახალი იდეები, საკითხები, რომელსაც თქვენ სურვილი გაქვთ, ოღონდ მაღალ აკადემიურ დონეზე უნდა წარმოვაჩინოთ ფაზის აკადემია, რადგანაც 1900 წლისა უკვე ფაქტობრივად თქვენ გეცოდინებათ ნამდვილად ჩვენი მოხსენებიდან, რომ ფაზის აკადემია 154 წელს არის დაარსებული. ეს გახლავთ მარკიონ ფაზისელი, ფორთის ეპისკოპოსი იყო, რომელმაც პირველად თარგმნა მსოფლიო ისტორიაში ებრაულიდან ბიბლიის ტექსტები. პირველი რედაქტორი. ფაქტობრივად ახალი აღთქმისა. მან შემოიტანა ტერმინი ტესტამენტუმ, რაც ქართულად ნიშნავს აღთქმას ანდერძს. ფაქტობრივად, როგორც ჩანს ძველი წყაროების მიხედვით, 154 წელს ის კეთს იყრიდა რომის პაპობაზე. მაშინ რომის ეკლესია მთლიანად მოიცავდა აღმოსავლეთს და დასავლეთს. მისმა შეხედულებებიდან გამომდინარე, მას ისტორიულად დაიკარგა, ესე იგი დაიკარგა ისტორიაში მისი სახელი, მაგრამ შემორჩა წიგნებში და ამიტომ ფაზის აკადემიის დამაარსებელი სახელი ვერ ახსენა თემისტიოსმა 354 წელს. თემისტიოსის სიტყვაში ვიცით, სწორედ ფაზის აკადემიაში სწავლობდა თავად და მამამისი ევგენიოსიც.
აი სწორედ იქ ვერ ახსენა, იმიტომ რომ თემისტიოსი არ იყო თავად ქრისტიანი, მაგრამ გახდათ 6 ბიზანტიის იმპერატორის ქრისტიანი იმპერატორის მრჩეველი და ამის გამო თავს იკავებდა. მაგრამ იმ ტექსტში, სადაც 354 წელს მისი საჯარო გამოსვლის სიტყვა, რომელიც ბერძნულად დაწერილი და ჩვენ მთლიანად არ აქვს ამ ტექსტის თარგმანი, მაგრამ ქართულად გვაქვს შესაძლებლობა იმისა, ნაწილი ამ ტექსტისა ვნახოთ სიმონ კავუჩიშვილის გეორგიკაში პირველსა და მესამე ტომში. ყოველ შემთხვევაში ჩვენი ისტორიის საკითხები ასე თუ ისე ყველა მიმართულებით უნდა ვიცოდეთ. აი ბატონი გელა ამ ხრივ ყოველთვის აქტიურია, შესავალი, ამიტომ გავაკეთე, რომ ყოველთვის შრომობს იმისთვის, რომ ფაზის აკადემია შეძინოს. ბევრი იდეები აქვს და ჩვენ ვიცით, მისი იდეები და ეს იდეები ყოველთვის ხორციელდება და აი გთხოვთ, რომ ბატონი გელას ასეთი ღვაწლით, ასეთი შემოქმედებითი ნიჭით რომ არის დაჯილდოვებული, ჩვენც გამოვიჩინოთ ყოველ თაგანმა, რომ ახლა მაგალითად ჩვენ შევადგინოთ პროგრამა რაღაცასთან დაკავშირებით, მარტო ჩვენ არ გვიყუროთ, თქვენც უნდა შემოგთავაზოთ წერილები ყოველთვის მოგდით ელექტროპოსტაზე, ალბათონი მარენა მეუნება ღამის 3 საათზე მოდისო. ღამის 3 საათზეც ბოდიში იხდით კოლეგებო, მაგრამ ღამის 3 საათზე როცა ფიქრობთ გაგვეღვიძება და მაშინ ვაგზავნით. ეს კი არაეთიკურია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ აქტიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ფაზის აკადემიას ეს ღირსება, რაც ქონდა მას, ის უნდა მთლიანად აღვადგინოთ. ილია ვეკუას აღდგენილია, გიორგი ჩიტაიას აღდგენილია ეს აკადემია და სათანადოდ ამ სიმაღლეზე უნდა ვიყოთ ჩვენ. ბატონ გელას უსურებ წარმატებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ფაზის აკადემიის სწავლული მდივანი მოგვახსენებს დღის ესექს და შემდეგში თხოვნა გვაქვს ძვირფასო კოლეგებო, მხოლოდ საკითხთან დაკავშირებით კითხვა. ჩვენ აკადემიას წარმოვადგენთ, ჩვენ არა ვართ ჩვეულებრივი საკლუბო სისტემა, ამიტომ აკადემიურად დავსვათ შეკითხვა და აკადემიურად გიპასუხებთ ბატონი გელა. სხვა საკითხთან დაკავშირებით დღეს ჩვენ ღონისძიება არ აქვს, მხოლოდ დავარიგებთ დიპლომებს შემდეგ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ქალბატონო ეკა. მოგესალმებით. ფაზის აკადემიის ყველა გამორჩეული წევრი ყავს. ნამდვილად საამახლოებს საქართველოს ვიტყოდი ყველაზე შემოქმედი ადამიანების კავშირს წარმოადგენს. მაგრამ ამათ შორის ბატონ გელას გამოვარჩევდი. იმიტომ რომ ბატონ გელა არ გასქება, არ მოყავს თავის აღმოჩენა ვიცი, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ სიტყვით აღმოეხმარება. არამედ ხოლმე სადაც ბატონი გელაია ფაზის აკადემია არის. და დიდი მადლობა მას ამ ღვაწლისათვის, იმისათვის რომ ცდილობს მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი აკადემიის აღორძინებაში აქტიურად დაგვიჟღეროს მხარი. წარმოგიდგენ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს 15 დარგობრივი აკადემიის წევრს, რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ღვთისშესწავლელი კომისიის წევრს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრს, საქართველოს დამსახურებულ მშენებელს, საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ღირსების ორდენისა და მრავალი ჯილდოს ლაურეატს ბატონ გელა ყიფიანს. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოსა და რუსეთში აკრედიტებულ სხვადასხვა სასწავლებლებში. 1992 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, ხოლო 97 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის წოდება მოიპოვა. ბატონ გელას აქვს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებში წარმატებულად მუშაობის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება. მისი სამსახურეობრივი წინსვლა დაიწყო ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან. დღეისათვის იგი არის შედეგზე ორიენტირებული მრავალი თაობის აღზრდილი ლექტორი, მრავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციის დამფუძნებელი, ორგანიზატორი და წევრი. მე ხაზს გაუსვათ მხოლოდ იმ ორგანიზაციებს, სადაც ახლაც აგრძელებს ბატონი გელას სამეცნიერო პედაგოგიურ საქმიანობას. 2000 წლიდან იგი არის არასამთავრობო ორგანიზაცია თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში საქართველოს ეროვნული კომიტეტის დამფუძნებელი და გენერალური მდივანი. 2011 წლიდან
საქართველოს მექანიკოსთა კავშირის დამფუძნებელი და გენერალური მდივანია. 2012 წლიდან საქართველოს ეროვნული აკადემიის მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი გახლავთ. 2013 წლიდან განათლებისა და მეცნიერების პროგრესის პრეზიდენტია. 2015 წლიდან ევროპის მშენებელ ინჟინერთა მმართველი საბჭოს წევრი გახლავთ. 2016 წლიდან საქართველოს რეფორმატორთა კავშირის მეცნიერების ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის წევრია. 2017 წლიდან ამავე კავშირის მშენებელთა ლიგის წევრი გახლავთ. 2019 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრია. ამავე წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მთის მოსახლეობის პრობლემების შემსწავლელი კომიტეტის წევრია. 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო მექანიკის დეპარტამენტის პროფესორი, დოქტორანტურისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელია. მისი სამეცნიერო საქმიანობის ინტერესს წარმოადგენს თხილკედლიანი სივრცითი სისტემების მდგრადობის საკითხების გამოკვლევა. დამუშავებული აქვს ტეხვებისა და წიბოების მქონე გარსების გაანგარიშების ახალი მეთოდის არაწრფივი დეფორმაციის პირობებში. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა ერთიან მეთოდოლოგიურ საფუძველზე გამოკვლეულ იქნეს დისკრეტული და კონტინუალური სისტემები. ამასთან გათვალისწინებულია არარეგულარობის სხვადასხვა სახეები, გამჭოლი ჭრილებით, მართკუთხა ამონაჭერით ან ხვრეტით შესუსტებული სამფენოვანი მართკუთხა ფირფიტებისათვის პირველად იქნა ამოხსნილი კრიტიკული მკუმშვადი დატვირთვის განსაზღვრის ამოცანა თხელი ფირფიტების თეორიისა და განზოგადებული ფუნქციათა თეორიის გამოყენებით. შემოთავაზებული მეთოდიკის საფუძველზე შემუშავებული პრაქტიკული რეკომენდაციები ფართოდ იქნა გამოყენებული მშენებლობაში. პროფესორი გელა ყიფიანი გახლავს 270-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის 7 პატენტის, 18 მონოგრაფიის, 24 სახელმძღვანელოსი. მისი ხელმძღვანელობი და კონსულტაციით დაცულია 24 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. მიღებული აქვს წარმატებული სამეცნიერო მოღვაწეობისათვის საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 52 სერტიფიკატი. იყო 16 სამშენებლობისა და არქიტექტურის პრობლემებზე გამართული საერთაშორისო კონფერენციის, საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტისა და საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. 12 საერთაშორისო კონფერენციის სამშენებლო მექანიკის სექციის თავმჯდომარე. მნიშვნელოვანია მისი მოღვაწეობის სამეცნიერო პროდუქტიულობა. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში წარმატებული მოღვაწეობისათვის დაჯილდოებულია ღირსების მედლით, პრეზიდენტის მადლობის სიგელით, სახელმწიფო პრემიით, ილია ვეკუას სახელობის ოქროს მედლით, ტაო კლარჯეთის სამეცნიერო აკადემიის ოქროს მედლით. ქართული და პოლონური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია ჩესტოხოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დიპლომითა და ვერცხლის მედლით. დიპლომით სამშენებლო მექანიკასა და ნაგებობების სეისმომედოობაში შეტანილია მნიშვნელოვანი წვლილისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებთან წარმატებული თანამშრომლობისათვის. კერძოდ ამ დარგში ახალგაზრდა მეცნიერთა კადრების მომზადებაში აქტიური მონაწილეობისათვის. გახლავთ საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების 40-მდე სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. საუკეთესო სასწავლო სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემისათვის მიღებული აქვს გამომცემლობა მესხეთის პრემია. უცხოეთის საერთაშორისო აღიარების მქონე 4 ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრია. სომხეთის არქიტექტურულ სამშენებლო ნაციონალური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, საქართველოს დამსახურებული მშენებელი, საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და მმართველი საბჭოს წევრი, საზოგადოების საპატიო წევრი გახლავთ. მექანიზმებისა და მანქანების მეცნიერების ისტორიის საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრი, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდიუმის საბჭოს წევრი და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე. ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭოს და მსოფლიო მშენებელ ინჟინერთა საბჭოს ოფიციალური წევრი. საქართველოს სამოქალაქო
ინჟინერთა საზოგადოების მმართველი საბჭოს წევრი, საქართველოს რეფორმატორთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს რეფორმატორთა კავშირის მშენებელთა ლიგის წევრი, სეისმომედეგი მშენებლობისა და საინჟინრო სეისმოლოგიის საქართველოს ეროვნული ასოციაციის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, პროფესორ გელა ყიფიანს, შოთა რუსთაველისა და მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ფონდებთან თანამშრომლობით წარმატებით განხორციელებული აქვს მრავალი პროექტი. დიდი მადლობა ფაზისის აკადემიის მხარდაჭერისათვის და ახალი თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილისათვის. Bătămă prezidentă, bătămă viceprezidentă, bătămă salută, colegă, umbră, negombră, asigurăm la care să fie celor să fie ședințe. Pentru că și de măsură că avem programul nostru am obținut, acum mai cam următorul mes speram că cursi de ani ce de arătări, salutul de ani să care să să de măsură că am obținut. Am minat și am minat de azri. Iratus me ადამიანს რომელიც აქ მოგზაურდა ბავშვობის წლებში კარგად იმერეთის ხელმძღვანელი და დიდი მადლობა ბავშვებო და მინდა გითხრათ რომ ფერმერი პროგრამა გადაწერილი გამოხატა სწორია და როგორც ჩემი აზრით გამოხატა ეს თილობი ხა მთის კომისიაში თქონდა საკითხებზე მოხსენება ამავე დროს გამოდის გაზეთი წინვალი გადახვეაკარის აკადემიის ამავე დროს კონგრესი განთავსებულიც არის ეს და კანტონიო გიგანტელაცის ძალიან დიდი ვერჩი ამოდგომით დაიწყეს და ეს გაზეთი და ის ყველა გაზეთი ასე კეთდება და დიდი მადლობა და დიდი მადლობა შეგახსენებთ მასათიანს თქვა ძალიან დიდი შრომა ჭირდება ამას და აქ არის ერთ-ერთი ჩემი სტატია ძალიან კარგი არის აქ მარტო ჩემი აზრი არ არის თემი რეგიონების განსაცდელი ზონებში პრობლემების პროგრამა და პრევენციული ზონების შესახებ აქ ტაქსის ვარების პრობლემის ამ საკითხებზე მიშოვებენ თემა მე ვფიქრობ რომ ძალიან აქტუალურია როგორც მარტო ჩვენი ქვეყნისთვის არა საერთოდ აქტუალურია ეს თემატიკა ადრე რაღაც კონდათ იმ პერიოდისათვის როცა ბევრი დრო იყო ყველგან ლაბორატორიებიც მე და არქიტექტურის ინსტიტუტები მუშაობენ დღეს განთავსებების სხვადასხვა ინსტიტუტის დირექტორი აკადემიკოსი გივი გაფრთხილებული ინსტიტუტი ამ საკითხებზე მუშაობს Demonstrarea platonic visualize bastante șouri de toți studenții de cave da avea o desălevare o masă zaga de sate. Am state trepsi aris aici satura afte. Da vezlebi nahvar saatchi anbar 10 kilometro aravitașe croase arga davajane da nahvar saatchi chavetevi reglamentis pasitsvitsi ცხოვრების pasitsvitsi კიდევ ამავე დროს და დროის pasitsvitsi. მინდა გითხრათ რომ ამ საკითხებზე დიდი ხანი ამბობდი ამავე დროს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფრის კომისიაში მოხსენება გაკეთებული ამ საკითხებზე მაგრამ ფორმალური მხარი უნდა იქ მიმოხილვითი ხასიათის ჩვენი ინტერესისათვის და ეს მე წარმოგიდგენთ ჩვენ მეტად თიან რაიონებს პაჩის ხანძარის ჯგუფის ვარიეთის სამრეწველობის რაიონი ვარ რაჭაში ვარ დაბადებული და აკრებდა გითხრათ რომ იმ საკითხებზე რომელსაც პეტრე არის პრობლემური და პრობლემური საკითხების გადაწყვეტის ის მომენტები რომლის საშუალებაც გვაქვს თანდათანობით პოლიტიკური თემა რა გამოცდილება მივიღეთ სხვადასხვა ქვეყნებში არა მარტო საქართველოში და realmente da ეს საკითხები გითხრათ როგორც უნივერსიტეტად გადატონა ეკა ადრეა მეორე რამე ნახავს მე და ამფორიტი საკუთრ უნივერსიტეტის მექანიკა მათემატიკის ფაკულტეტი ძალიან დიდი ადამიანური ხასიათით გავისწრებო ბატონიდან დაიშვიდი და ის ინსტიტუტის შესაძლებლობის და ის პოლიტიკური ინსტიტუცი მოხდა განაცვლები და იქიდან დაიწყო პირველი კონსერვატორი და დამთავრებული აღდგენა გალაკტიკაისი პირველი სამეცნიერო სტატია გამოვიდა გალაკტიკაისი პირველად ქალაქის გუბერნატორი და ქალაქის მერი იყო და მასშტაბები გავიცადა ქუთაისში ხოდა ყველაფრის აღარ ქუთაისსა და თეატრალურიც არის და ბავშვის მოწაფეების გასავლელად და მე თანადამობით ამ საკითხებს გელვი ნუ დავამთავრე მექანიკა მათემატიკის ფაკულტეტი მექანიკის სპეციალობა მაგრამ ჰიდროაერომექანიკის სპეციალიზაცია ჩემი სადიპლომო დასახელება იყო
სითხის რიგავების თეორია ერიანთან სითხებისათვის ზოგიერთი ატმოსფერული და ჰიდროსფერული ლომის თარგმნა ამოიღება არის შეგვიძლია. ნიკანორ პატარაია ჩემი მასწავლებელი კერძვანები დიპლომის შემდეგ მოვაწევდი სხვადასხვა პროფესიებში ემიგრაცია ასპირანტი, სამხრეთ ევროპაში დოქტორანტი, დავიარეთ ძლიერი სკოლა და სხვადასხვა სუპერმარკეტ შემოსილი და ისპანური საქართველოს ეს მინდა მე რომ ჩვენებისთვის და ჩემი კუთხისთვის რაღაცა გავაკეთო ამ იოსპინი ადამიანებს სადაც საქმიანობის არბიტრი ახალგაზრდები და რაღაც პროფესიონალური ხასიათის საკითხი ჟიდა გამარჯვებული გავაკეთო უმეცნად მეწრე ერევათ ხანდახან მიწის მასობის ან ქანების პერისკოპების და გადაადგილების კანტასტროფების სუსტის არის ხანდები მეწრე უძღვნის სიგარეტის წარმოება სადაც ტრანსპორტირების თითოეული და ძლიერი მაგალითად პირშადრესიანი ქანთა დაკავების თანამედროვე პრესტეჯის მიზეზია ქანების გაწმოსების დაგროვა რასაც იწვევს პროვინციის ჩამოყალიბება გამომთვა და ასე შემდეგ დანარჩენს ახლა აგალაგებით მიკრო უფრო როდამეკაგება და მინდა აგრეთვე კიდევ ვარცხობი ეს არის სერდი კონტექსტური გეოლოგიური და ჰიდროლოგიური მოდელების დაკავების კონცენტრაციის წყალგამრავლების კონტროლა დინარის სამხსნელებში ისი გამოყენებას ება გამოყენება რეგიონის მიერ განაწილება აქაც იგივეა ესე იგი ხშირად ვექნებავენ მათ შორის განსხვავებას და ეს გამარჯვება ამიტომ მოიტანა პენსიის და შემდეგ ის უფრო მეცაბაკებით ამ საკითხებზე ჩვენ გამოყენებული გვაქვს ამავდროულად გვაქვს გამოყენებული ძალიან სწორი ჟურნალებში, მაგალითად ეთიკის ჟურნალებში, ბატონი ფამასოვკაც დავინახე და მასთან თანაავტორები გახლავართ ბატონი რექტორი და მე და რამდენიმე სტატიაზე გამოყენებული ბატონ თამასთან ერთად რომელიც ანდარგის სპეციალისტი გახლავართ ამავდროულად სტრუქტურული და სამაცილო თეორიული მექანიკას და ბატონი თამასი გახლავართ ისტორიული მექანიკოსი რომელიც პროფესორი საქართველოს უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დააჩადა სიტა რამდენიმე კალებში გახდა თეორიული მექანიკის დაფუძნის ამბები და ამავე დროს საკითხები აუცილებელი იყო მასთან შემეკავშირებული და ამავე დროს მინდა გითხრათ რომ გაზეთის პროცესები აი ისე აღწერა რომ ამ საკითხებში ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული დარია პრესიანს ეს არის საერთაშორისო მექანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკოთეორიული მექანიკის კათედრის გამოცდილების გამარჯვებაში და ქუთაისში ამ საკითხებით დაინტერესებულია და გამოგემილი ძლიერი სამეცნიერო ნაშრომია გამოყენებული ბატონი ხომარკიძეს, რომელიც გახსოვთ როგორც ქალბატონმა ეკონომისტა მექანიკოსთა კავშირი. ჩვენს მიერ დაფუძნებული მექანიკოსთა კავშირის პრეზიდენტი, ხოლო ჩვენ და ახალგაზრდა კაცია, შემოყოფილი სტუდენტია, მეცნიერებათა დოქტორია და სასწავლებლო ეს ამ საკითხებზე მუშაობს. კვლევის მიზანი რა არის? საქართველოს თაგორიანი ქვეყანა, ამასთან სერიოზულად არქიტექტურული რეგიონია. შირია პრესკერული და ბარსობები, წყალმოვარდნები, შესაბამისად საჭიროებაა დამსახურების მოსყობისა, მაგალითად რეგიონებში გზების მოსყობის ფერდების გასამეფება და ძირითადად ბეტონის გამოყენება, კვლევის მიზანია დაადგინოს ფუძის გამოყენების უპირატესობები, ნიადაგისა და კულტურის შესაბამისი არქეოლოგიური შესწავლა, თემის პარკებში განხილვება სოფლის სხვადასხვა ქვეყნებში, ფუძის გამოყენების ისტორია და ამჟამად მისი აქტუალობა. ასწავლებელი განათლებისა და სასწავლებლის მეთოდების შორის საქართველოს მისი გამოყენების პოტენციალისა და დაგეგმვის გამოხატვა. საქართველოში ეს არ გამოიყენებოდა, გახლავთ ჩემი დოქტორანტი დეკანო დევიძე, რომელიც არის კომპანია ერთის პრეზიდენტი და პირველ ვარდად გამოიყენეს და შემდეგ ჩვენ დავავატენთ ერთად აქვს ახალი მასალა, როგორც შეიძლება მისი გამოყენება საქართველოში, ჭიდროს დასახლებულ რაიონებში, იცით რომ მშენებლობა კი ვარ მეტამსახურებული მშენებელი, მაგრამ ძალიან არ მოსწონს. იყო ადამიანი ერთი დიდი ქუთაისელი წარმომადგენელი ასო საკადრეზე, რომელიც ძალიან ვერ შრომობდა იმას, რომ ასეთი შენობების აგება შეიძლება მეტყველებს ბათუმში ვერც გაიგო. ისეთ მდგომარეობა არის, სათქმა უნდა არ მომწონს, მაგრამ მე ისე მაგათ ვერ ვხმაურობ, როგორც ბატონი ანსორი აკეთებდა ამას. და მინდა ზუსტად სად შეიძლება ეს ყველაფერი გამოვიყენოთ. მე უფრო მეტად ყურადღება გავამახვილებ რაჭა-ლეჩხუმის მისვანეთში, სადაც ყველა თითქმის ფეხით შემოვიარენ და დაბრუნებული ვარ სად რომ მოხდება. მე თქვენ უხნას რომ ისევ გამეორდეს ის ხიანი და ახლა ახსენო ზოგიერთი საკითხები, რომელიც იყო თბილისში, რომელიც პროექტის 70-იან წლებში იცით თქვენ რომ პროექტის აბანოებში ძალიან აქტიურად მოხდა ეს ძალიან საშიშია
ქალაქ თბილისისათვის 3 მდინარეა რუსეთიდან მდინარეს ვერ დაარქვით. ეს არის პატარა ბინული, როგორც სოფლებში ღელე, ეს ბატონიტივი ეძახდა ირანეჭკას, მდინარეებს არის აკისელა და ასევე არის ავსტრიის ისე როგორ გიხართ ძალიან წყნარი გდანილა. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ყურადღების მიცემა ჭირდება მაგას. მდინარე ბერესტის იყო ამავე დროს პირველი ლაბორატორია გააკეთა ბატონმა გივი, მე გითხარით სვანიცე, ჩემი მეზობელი გახდა თაცმიდაზე და მასთან თემა მქონდა, მე სტუდენტი როცა გავხდი და იცით მე რომ გურამიშვილის ტოპილი ქუჩა, თამარაშვილის ქუჩა და იქ არის საუკეთესო ლაბორატორია. ამიტომ ის ხერები რომ დაცულა ხედავდა მაგას და შესაძლებელი იყო მოგეწევი. სამი თათა ჩემი პროფესორმა საბატონო მეშვიდობასთან დადუმიტეს ფილოსოფიის საშიშრებალიაცია და რასპაიცი ეს იყო ადამიანი დაეკარგა და ერთი ჩემი ჯგუფის ინოჩი კომასტის მოსამართლეობის სკოლის დირექტორი გახდა ისი ვაჟი დაეკარგა და ფილოსოფიის სკოლის ალემ ესეთობა როდეს მე ამას მოსწავლეებს დროს გავაკეთე ის საკითხებზე საუბარი რომელიც აკადემიასთვის და საშიშრებაა ერთი თვისებია გრასპის მოხდა ალემ ალბათ სამწუხაროდ არა ძალიან სწორი ერთი რამ მოხდა ოფიციალურად რომ ღამე არ მოხდა აი მოხდი სახისაგება მდინარე ნიურის მიერ ის იყო და რაოსიანი ოჯახები იყო და ისინი გადაჭრილი ღამე მოხდა ძალიან ცუდი მდგომარეობა და ადგილმდებარეობის შესახებ ციფრები რომ ის რაიონებში ძალიან ცუდი სიტუაცია იმით ადამიანები უბრალოდ არის გადის და სოფლები ცარიერდება, მაგრამ ეხლა ამ საკითხის მე ვიყავი იტალიაში და თუმცა საქართველოში კიდევ უფრო დაინგროვა. იქ საერთო დაცარიერება და თავისი დიდებული ხანები აქვს ამ საკითხში. საუკეთესო მოხსნება გააკეთა და მომდაცემიშება და ძალიან კარგად იცის. ტურიზმის საკითხები, ცნობილი მონოგრაფია გამოსცა და აწერილია ყველაფერი და მას პრობლემები და ანაციცის. იქ არის უცხოეთის სხვადასხვა პროფესიებში უბრალოდ დიპლომატიის ხარისხებია მეახლა გამოცდილების სიტუაცია იყო აცადებული როცა არის სოფელი ყველაფერი აქვს ეს არის საუკეთესო მოსახლეობის საქმეა და ერთეულო აზრები როგორი ფერის იცავდა ეს სახელმწიფო რომელი ფერდანაც მხოლოდ ოჯახით მოჩაიდეს 30% მოსახლეობა კიდევ ამავე დროს რომ რემონტის საკითხები თვალის ის საცხოვრებელი მომეცა 10 წლის განმავლობაში გამოდარდოს შესაძლოა და 10 წლის შემდგომში მოხალხეებში რომ ცხოვრობ. და ჩვენ ქვეყანას არა აგრეთვე 30-30 დაუნდოს ხარსნა შესაძლებელია სხვა პროექტი წარმოადგინა რომელიც წარმოადგენს მათ უსანავკარგავად და ინტერესები შესაძლოა. უფრო მეტად ყურადღება გავამახვილე ისეთ მდინარეებზე რომელიც არის გაჭარბებული სვანეთის ხარზე ის ყველა მდინარე ვერა შესაძლოა. Biorąc zaangażowanie w szkołę wygląda, a to są tytuły na licznicy, ale ეხლა ამ საკითხებზე როცა ვისაუბრე, საკითხები რო ყოფილიყო და მაინც საკითხი სად არის საშიშროება და მოსოფლში და რა შეიძლება იკარგოს. აი მაგალითად რაჭაში, ზემო რაჭაში დიახსოვებულ სპეციალურად თავშეკავები რაღაც ფერები, აი ზემო რაჭაში ვარდია ისეთი საზღვარზე არის. პირველი პროგრამა ბიოლოგიური ახალჩარა ერთ-ერთი სასახი ჩორჯო ისუბანი აღარა ჩამოვიდა ბუქის ნაწილი ზედაპირ იქიდან ჩამოვიდა სოფელი ნაჩუში სოფელი გუ ეს ახლა სოფელი რომელიც პროგრამის შესაძლებლობა ლაილაში სტანდა სურმუში ლაილაში სკრები ამ სურმუშიდან ჩაჭრიალები არიან ზოგადად ჩაჭრიალს და ის არის აკრეიტოფილე Zazwyczaj sankcje na całego Warszawa, Mieszczowany cały starzy, Kabul albo starzy, albo Zaliansu wywołać, Szkuteli, Usachowany, Organizacja, Ortega, Złego Petyfikacja, a Wysłanie, Liberala, Opusy Zaliansu, Sasha się Czwartys, wielki tam Sasha jest, ale Kurki jest, ale oni ale jest na samym Czwartys, Czwartys,
გასაშიშვლელი არის. ორი არის, ერთშორის სასარგებლო ტესტირება არ ჭირდება და შეშლება ადამიანს გააკეთოს თვითონ პიროვნება და მეორე არის ვიდრე ტესტირების ჩარევა მომცემელი და თავის დროზე იყო პროგნოზირება. სიგანა პროდუქტები და ყველა ის. ყოველთვის ხდება 100-150 პროგრამის წლებში ექსპერტის განმავლობაში ხელმძღვანელობა საქართველოში ამზადებს ამხელს მაჩვენებელი აკადემიკოს საქართველოს ფესტივალის აკადემიის და შემდეგ გადაგდა ის არ და პაკისტანში წავიდა და იგი მუშაობდა აწერეს ზუსტად თავისი გამოვიდა სხვადასხვა და არაჩვენებაში ერთმანეთს სოლიდარობა გაქვს. აქვე და გითხრათ კიდევ ზეგანავარის ტელევიზიის ინსტიტუტი მონიტორინგის ატარებდა თითქმის ყველა იცით პლეხამურისა და აღმაშენებლისა და საგუნდისტოების იმ ინსტიტუტიდან დარჩა რაღაც ერთი შენობა, სადაც ვითომ კეთდება, მაგრამ არ მგონია რა მეკეთებოდეს და აჭარაში არის კომპანია, რომელსაც კონტროლებს ჩემი დოქტორანტი გურამ დარჩიძე, ისი მოადგილეს ჩემი დოქტორანტი დახლავს და ისინი მუშაობენ ზემოაჭარის აი სასარგებლოებში სადაც წესრიგის ზონა არის და ამავე დროს იქ სასწრაფის გაიცა. საინტერესოა ეს და გერმანები დასწრებს ამოვანა. საქართველოში უამრავი სპეციალისტია ამის როგორ სწორთან აჩამოება. აქ მარქსი ამავე დროს უკეთი რომელიც უნდა წარმოედგინა ეს სურათები კიდევ ჩემი გადაგებული არის ეს რაც ის პეტონია აი ამ ადგილზე ახლა კარგად ჩანს შეიძლება გაგეცინოთ ეს არის ხვანჩკარას გადაგებული სადაც იყო ეშელაშვილის უნიკალური ვენახი იქ კომუნისტებალის საჩვენებელი ვენახი არის აი კონსტიტუციაში აი ესეთი საჩვენებელი ვენახი იყო და ძალიან კარგად იმიტომ ახსოვს რომ საადრიო კურსნები ქონდათ გვერდებზე და ვიპარავდით ხოლმე ახალგაზრდა რომელი ჩავედი ის ვენახი ნახოთ და სადღაა ეს უნიკალური ვენახი რაც ყავს ეხება. ახლა აი ასეთი მდგომარეობა იქნება თუ არ მიხედავენ ეს არის მეორე ყველაზე ჩემისათვის პროფიტაბილეთ არის სადაც უნიკალური მიზები და რა დღეში არის ახლა აი ნახეთ ესე იგი იქ არის უფრო მეტად მეცეხა ნაუჩნე ორი მიმართულება და ერთი მიმართულება იცით როგორია შეიძლება გაგეცნო. როდესაც დაინგრევოდა უკვე ყველაფერი და ეს დიდი ხნის დაწყებული არის და სოფელს სკოლა არ აქვს ყველა ადამიანი ფიქრობს თავისი შვილების მომავალს სკოლა თუ არ არის მასით ჩამოიტანეს ყველა სკოლები რიონისთვის იქ აქ სოფელი არც ქალაქია ბავშვს განაცხადის საკონეს ვერ იყონია ძალიან სწრაფი მოძრაობა სამხედრო ზაგადის ქუთაისის შორის იცით თქვენ და მე პარადა ტყიბულიკის კეთესა ამიტომ ვინც წავიდე საუკეთესო წყაროები ქონდათ მათ შორის გასვევან ჩვენ ახლა სვანები რაჭონები ლეჩხუბები შავი წლებს ეძახით ამას შავი წლები ამ ცოტა ხნის წინ ეს ახსენა ბატონმა კიციამა შავი წლებს ეძახით და ვეც გავემეორე და ის ხომ დარჩა არავითარი მეცნიერება მაგას არ ჭირდება ერთი რამონია რომ გავუკვირდეთ მიწას გზა და ღერისკენ გავუშვა და მეტი არაფერი იმ ადგილებზე წარმოიშვა გერმანიის ეს სიტყვა მაგრამ სულად გამიშები პიადა ქართულად არის ლერქაში ეს ლერქაში თუ იმეყოთ ხარ ის ისპანს და მეორე მხარეზე გაიხებია და აი ეგ მხარეზე ლერქაში მაგრამ უბრალოდ გამიშებს ხალხო სიტყვა არა მოსულ სიტყვა ქართულად ლერქაში პია და წარმოიჩინეთ რომ როდესაც დამტკიცება უნდა ვიგდეს ამას რომ მიტას დოკუმენტებსა დაიმეცოს ამას ზოგადაგურებენ ის თქვენ ასასწორლას და ჩანს როგორც წე ეს არ დაიმტკიცება არც ერთი გამგებელი და გუბერნატორს არ აინტერესებს რომ მივიდეს და ნახოს თავისი თვალი დაინახოს ყოველ დღეთი არ არის ეს არის ლერქაში ბალადა ამოსული რომელიც იქნება 3-4 მეტრზე და უფრო მაღალი და ამ ესენიც გვაქვს ამ აგარებული აი დავუკეთეთ ახლა ეს რომელსაც თქვენ ხედავთ როცა მე ბატონო და მოხდება გავაკეთე მაგადინარებულა ეს და მაშინ დელია ეხლა რო ჩავედი აღარ ესე იგი წაიღე მთლიანად აღარცეს ვენახია და ძალიან რადგან შეიძლება ამის გაკეთება და აი აქ ვერო კიდევ უბრალოდ მოგამარაგება და აი დაჩვენეთ პრეზენტაციის იმ ადგილებს სადაც ეს ხდება ეს არის მაგალითად სოფელი ჩორჯო აი ეს არის მოგეუბნებოდით კამიშები ლერქაში აი ნახეთ როგორია ასავიდა ესე ეზე მაგალითად ზოგიერთი მაგილობი დაჩვენეთ ახლა
მე ის არის ისეთი რამ ჩემს ბავშვობაში დიდი ხომსი თუ იმეცხოვოთ ახლა დიდი ხომსი არსებობს ერთობა მაგრამ იქ იყო წავაველი ძალიან დიდი და ებას ცეცხლს მოვიდებით და მთელი ღამე ყოფი და ის ხიდანში გადავდიოდით ესე მთელი ღამე ახალგაზრდობა სხვანაირი იყო მაშინაც იმედა და შემდეგაც ვინმე იყო და იმას შეიძლება მოიწოდო და ყოდა ჩვენ გეოლოგები და დანობი არის მაგრამ ჩუბობდით კიდევაც ვისაც ყველაზე მაგრად ვეჩუბობდი ჩემ მეძალია ეს გეოლოგი დედალიანი ის გამართლების და სერვათა ვიქტორია და იქ მე გავისწორდით გასწორებისდებოდა აქ იმიტომ გავაკეთე ეჩახარო დღეს მოგმედად ახალგაზრდებს სხვა რამე აინტერესებს და ცუდი სიტუაცია დღეა გავარო ძალიან მოხდეს დააჯობია რაღაც აკადემიის სხვა რაღაცები თავიცი ახლა ეს ამ საკითხს არ ეხება მაგრამ აი ნახეთ როგორი არის კამიშები როგორია ინტერნეტს და ეს რო ხედავთ ბაწარი როგორია ქართულად ბაწარი აქვს იცი ალბათ ეს მე თვითონ გავაკეთე რომ კარგად გადავწყვეტი აი ნახეთ ეს არის ხანდახან საერთოდ არ ჩანს აქ დინარე მოდისია მაგრამ თუ უცებ მოვარა მოდე გაგიხდი უზარმაზარი რაღაც არის და ძალიან საშიშროება ადრე ეხლა მე აუმარდა ყოფილი კონკავშირები ვარ ყოფილი მარტივი ვარ ყოფილი მარტომი ვარ ხო და არც მეშინია ამის თქვა იმ პერიოდში იყო ეს ცხოვრება და მე ხარია თქვა სტიპენდიატის შეგავების ხელშულის მაგრამ აქ არის ერთი რამე იმ დროს იყო მინიშნებები რომ აი ამაზე არის საშიშროება ახლა დღეს ამას ვესწრებთ აი ხათაც შენა არის ეს იყო ეხლა ცოტა ბოლოს დაუკვირდი და არის უკვე ქუთაისი თბილისის გზაზე ამ ცოტა ისიმევალით ახლა დაისაგავდი და დაუკვირდი ზოგიერთ ადგილებში არის მაგრამ სოფლებში ამას ყველას არ აღწერენ და ძალიან საშიშია ეს ძალიან ბევრი მაქვს ეს სურათები აი აქ გავჩერდები ცოტა ეს იყო ერთი საუკეთესო შენობა ნაგებობა იცით რომ რაღაცები დაფული არიან პურისხობით და არიან თურქლები მაგალითად სამეგრელოში რო ჩავარდა შევხედავ სავსე ჩუჩინეთები რაჭოლის აშენებული რომელი არის ისინი რუსმას არ ყვაროდნენ ის დროს აშენებენ მეორე სართული იყო ხის უგანახანე იყო ლოკის ან ქვის და დღესაც ესე გეთება ჩვენი წინაპრები ასე აკეთებდნენ რადგან სეისმური ზონა იყო ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ და ზამნად დასახლებულიყვნენ ისიც კარგად იცოდნენ დღეს ახლა ვერ არის ჩქასე დინარე ვერეზე და მაინც ატომიკის ტერმინით ვამბობ თუ გაგივლიათ კიდევ ამ ახალ გზაზე ნახეთ კიდევ დინარეობს შენებლებები რომელიც მე მიმაჩნია რომ არ არისო და აი რა დაემართა ამ ულამაზე სამს ეხლა ითხოვს ეს ადამიანები რომ სადმე გავიშვით სანამ არ დავწდებით რომ რაც არ წავიდეთ რაღაცა მაგრამ ჯერჯერობით ასე არის ვარ სადავასაკეთებ იმიტომ რომ პატიმოვარიებიც არიან აი წახეთ როგორი არის აი ამ შენობას ამ მოსართულიან სახლს უნიკალური ეზო ჰქონდა წინ საუკეთესო ბალი იყო სამაისო ბარში დაბატონციური და ეს ბალი ძალიან მიყვარდა და წარმოიცა რა ბალი იდის უკვე ემატე და ეს შენობაც არიქნება ძალიან ბალი მე მინდა დროზე გადავიდეთ რაც ყველაზე უფრო საჭირო არის აი ნახეთ რა მდგომარეობა არის დაუკვირდით აქ იყო წიწოვანი გზა იცით თქვენ რომ რაჭაში ძალიან არის წიფლებთა თხეც ალტია წიფლების მე არის აქ მუხა შემდეგ არის და ეს წიწოვანი ადგილი იყო საუკეთესო და ეს არის აი ნახეთ და ზევი მაქვს ასეთი აი დაუკვირდით დაჩერდები ხალხახან ეს უკვე გაჩხუბია და აი მივედით როგორ შეიძლება სტუდიისაგან შექმნილი ზიგზაგებით კედლის განსაკუთრების სასაგებო როცა მაგალითად სექციური მოდელის კონსტრუქცია ამ კონსტრუქციას არასდროს ამიხსენებია ბატონ თამას პირველი თქვენი ყავით როდესაც თეთრი ზღვის ნაპირები და დავწერა ტიპიანის კონსტრუქცია დავაპატენტეთ ჩვენ ახლა ეს ხოლმე რუსეთის დებათ ეძახეთ ახლა რომ რუსეთი უყავსო იქ გავიზარდე ალბათ როგორც მესტიერი ჩამოყალიბდი აქ ყველაზე დიდი დამსახურება და როგორც მამა ეშებით გამერჩი ჩვენ როდარვალიშვილი აქ მერიდომი ხუსლაბენცე ალბათ ხელს აით არის და მინდა გითხრათ რომ აი ეს პირველი დავამზადეთ რემსგებში ჩვენ ხელმძღვანელობით აკეთდა შემდეგ არსებობს ზონალური ინსტიტუტი ქალაქური წყარებში ბოდიშის პროექტი კარენ გრაზდან პროექტი და
და მატარებლის ჩავსკანებდნენ. იქ კარელიაში, ბელარუსში და ბელარუსში დავამარცხეთ ის არის ძალიან სწრაფი მოქცევა. პირველი რაც იყო გაკეთებული იყო ეს იქ და წარმოიდგინეთ რომ ისეთი ბრძანები ქონდა რომ ერთ-ერთ ადგილზე 121 მეტრი არის ვთქვათ ბატონჯონი 121 მეტრი არის ბელამორის აერდრომი და თუ ეს ძალიან სწრაფი მოქცევა ისეთი რომ თუ გავარდებოდა შეუერთებოდა იმას ვიბორგის რაიონი ვინც ლენინგრადში იცით ლენინგრადი მთლიანად წარმოდა წყალი და წარმოიდგინეთ რომ ამ ქართველ ადამიანს ბენდვიან და ჩვენი ხელმძღვანელობით არის გადი არც ერთი ბრძანით ეს არ აქვს იმიტომ რომ ამას აკეთებდნენ უფრო ბეტონი ნავისამაგზო იმ კუბიკებით რომელიც კეთებოდა ამას ამჩამაჩარის გამარს აკეთებდა ანზორის საგანელის ქარხანას ციფრებად თაფები ქონდა ბეტონის ეს იყო კინაბეტონის ჩვენი არის ბადე სულთა ლითონია რომელიც შექმნა ძალიან კარგად დეკაბოგენიძემ და ეს იყო ხელოვნური შენ ტაშკენტშიც კარგი მოხსენებები ქონდა და ამსახურება მოიპოვა და შესაძლებელი არის გამოყენება აი ამ ზუსტად ამ საკითხის რომელსაც ლარჩების თვითი ჩვენ გადავაკეთეთ და ცოტა თანხა ბევრი დაჟა მაგრამ სასიამოვნო ის არის რომ ის ადგილები სადაც მჭიდრო დასახლება იქ როდესაც ეგრეთ წოდებული კოდალონი შოუს ხმაურია მართება ქონდა და გუგაჩოპულეძის გახსოვთ და ბახალმედიაშვილს და ეს იყო ტიციანტავიძის ქუჩაზე და იქ შეიტანეს და მივედით ვერტებზე გავაკეთეთ თხრილი 40 სანტიმეტრი და ჩაახშო და როდესაც ქალბატონმა მითხარო აი ნახეთო კიდევ ზარები ჩდება უკვე აღარ ხდება და აღარ მუშაობენ და ვაჩვენე რომ მუშაობენ მაგრამ ზარი აღარ იგივე კეთება აეროპორტების იცით რომ ვაწენი მე ვიყავი სავიაციო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში და ზუსტად ეს ახალი რომ იქნება ახლა აეროპორტი აუცილებელია იმას გაკეთება იგივე რომ არ კონდეს ის ფიზიკები აფრენა დაფრენის დონეში აი ამავე დროს თუ სადმე შესაძლებელია წყალი არ გაუშვათ აჩერებს ძალიან მაგარი არის ისეთი ადგილები რომ ის დინარე რომ მოდის ზოგიერთ ადგილზე მარტი კუთხე რჩება ამ მარტი კუთხის ადგილზე როდესაც დარტყმა აქვს იქ წყალი შედის და იმალება მე არასდროს მაგაზე არ დავკვირვებდი ვარ და ერთ-ერთი ექსპერიმენტის სახით ეს ნახე სომხეთში ერევანში და ძალიან მაღალ დონეზეა ეს აღებული მაგრამ ჯერმუკის ხარისზე თბილისში ჯერმუკში გამხდარობა ჩვენთან არის ბორჯომი ისე არის ჯერმუკი იქაც არის უბრალოდ ესე იყო აზერბაიჯანის დასახლება ესენი გაუშვეს და ერთები ომები იყო ამავე დროს და იქ იყო ეს ნაპრალები რომელიც გააჩერეს ჩვენთან ეს ვერ აჩერებენ და წესი თუ არ უთხეს ფესტივალებს როგორც ნატო ჯამუშაშიაშვილი ამით ახლის პოლიტიკოსია და არა დატოვეთ პოლიტიკოსი მაგრამ რა შეიძლება ესე იგი აუცილებელია მესტიერი ჩარევა ამ საკითხებში ბატონი ჯონი პროჯექტად ეს ნახავი და ჩავისი იგიჯერებენ და აი ეს მაგრამ რომელიც ადრე ჩადიოდა 4.5 მეტრი და 20 სანტიმეტრზე. ჩვენ შეგვიძლია ეს 16-17 სანტიმეტრზე ჩამოდის. და იშვიათი შემთხვევა არის, რაც ჩვენ ახლა გავაკეთეთ, ეს არის ჩვეულებრივი ჩაფუჭი, რომლის დათმოთალი და მე ჩაფულა მიმდინარეობს და კეთდება ჩვეულებრივი, აი მაგალითად ეს ახლა ჩვენ გვაქვს. აი ნახეთ, ეს არის რომელიც პატენტისთვის ხომ გაგზავნილი. აი ეს არის ფორმას 5-ის, რომელიც არის ეს დასვენა ძალიან დიდი ხნით გამოიგონა და ჩვენ გადავაკეთეთ ჩვენებურად. თუ დაინტერესდებით ეს ფორმები როგორია სხვადასხვა სახის ის მანქანები როგორ უნდა ჩავთვალოთ და ამავე დროს შესაძლებელია მაგალითად ძალიან გამიჩნდა ჩვენ რუსთავის არქიტექტორა ბორის დელაძისკენ თელეთისკენ ასაფროებულა ბორის დელაძე გავახსენდა მაინც კარგი ქალაქი იყო კავშირის საერთაშორისო საერთაშორისო ესე იგი იქ ასასვლელში ისეთი ის გამოდიოდა ის სპეშა წლები რომ აი ჩვენ მაშინ ბექამ ძალიან დიდი საქმე გააკეთა როცა ეს დაუმინაცი და იქ ჩავტოვეთ ბატონო ჩავტოვეთ ესე და ერთად თანამედროვე ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ იმიტომ რომ ჭიდრო დასახლებულ ადგილებში თუ არის მაგალითად ეს შვანიასკი ჩავწერეთ ის უფრო დაწოლება მოხდა ეს კეკერძის ქუჩიდან რო ადიხარ თბილისში მე ახლა არ მინდა იმას თუდად გამომივიდეს მაგრამ ძალიან თბილი სიტუაცია იქნება ერთ დროს ამდენის მიშენე არ ვიცი მაგრამ ძალიან თბილი სიტუაცია იქნება ისის უბანში მე ეს ძალიან კარგად ვსწავლობ ბავშვობა ეკავატარი თითქმის აზერბაიჯანის დასახლება იყო აზერბაიჯანს ლაპარაკობ კიდევაც და დამამისთან და იქ არ შეიძლება ამ შენობების შემოვა უნდა თქვა ის ნაპრალში გერმანელები რო ჩამოიყარეს და იქ ჩაასხეს ის ბეტონი კილომეტრების
არ შეიძლება თქვენთან უნდა უპირატესად ეს არ გადაეკეთებიათ ახალ ევროს ჩამოაბოლოს ტვისტაბილზე იქნება და აი ნახეთ როგორი სახით ვაკეთებთ ჩვენ აი ეს არის ჩვენი კონსტრუქციები ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ექსპერიმენტებიც გვაქვს აფარებული ეხლა ჩვენი პატენტი უკვე დადებითი ალბათ დიპლომს მივიღებთ და მე უკვე საუბრობთ ამ საკითხზე ეს ჩემი მონოგრაფია დაახლოებით ეს გამოსებულია სტროის დაცი 1996 წელს ხელმძღვანელი გახდა ბორის მიხაილოვი მასში პროფესორი გახდა პერიოდში შემდეგ აკადემიკოსი გახდა ეს ეთი შერბაჩაიძის კონსულტანტი ეს ყოველი მოიცავი არის შედგენილი ხეთქებიანი ინსტიტუტის ეს არის თეორია რომელიც ძალიან ინტენსიური არის და სხვათა შორის არამერიკაში სოციალური ტექნიკის სპეციალთა დოქტორია რომელიც არის საკანდიდატოს დროს სოყოლელი იყო მისი ხელმძღვანელი ეს ასეთი მასალების შესახებ კითხავში თემა მქონდა და ციგნად გამოვეცი ეს არის ძალიან კარგი ციგნი ლევან მახვილაძე ვისაც გახსოვთ ძალიან კარგი პიროვნება გახდა სწავლულიანი იყო იმ პერიოდში სერბთა აკადემიაში ჩვენში არის ეს მართლა ბედლიაშვილთან ერთად მიწისძვრა შეისრულოს საშუალებები რომლებიც სოფიეთში ჩავედი და მინდოდა ჩვენ დაისერს ქაჯაია ეხმარებოდა აღნიშნებია ქართანა თბილისის და ადგილობრივი პოეტის გარდაიცვალა ბედლიაშვილი სომხები ეხმარებოდნენ ამის დაკეთებაში მაგრამ და მინდა გითხრათ რომ ჩემი წინადადება იყო შილაკაძე ძალიან კარგად ესტაკადები რო არის თუ დაუკვირდებით იქ ბამპერები აი ეს იმპერიოდისათვის როცა ისკეთდებოდა როცა მეთქი რომ ეს აუცილებელი არ იყო დამიჯერეს და თუ დაუკვირდები არის თუ ის ხისტად იქნებოდა ჩამაგრებული გონდა მიწისის შედეგად ის დაიჭრებოდა და ეხლა მუშაობს ზემოდან ძალიან კარგად იცით შემოგვიდგება ვინც ახლა აქცენტად გიყურებდნენ კარგი წიგნი არის ესაც თეორიის გამოყენებითი თეორიის საფუძვლები ეს ახლახან გამოვეცი აქ ვინც ახლა ბატონო თამას ხედავთ ახლა თქვენ და ბატონო მელიტო აქ არის ლაგრაჟის გიჟირების ზახა რეალიზმი გატოლებით ეს არის ლაგრაჟის მეორე კვარის გატოლება არის ერთწლოვანი გატოლებაში და ამავე დროს დიფერენციალია ერთ-ერთს და ძალიან ასნობიერმა მესტიება კუთაი ბათუმში მოსახლეობის დროს კითხა როგორ შეიძლება ერთწლოვანი ციხის გატოლებაში თამას მისვე და დიფერენციალიც მეოთხარი ბოდიში რა უნდა უყასო აი ეს ოთხარ შეოიმექანიკის ციგნი თუ ეცინოსერის 5 ტომეულია გამოცემული ახლა და ეს ხელოვნების თეორია არის ამავე დროს როცა ვიბრაციას განიცდის წარშებით ნებისმიერი მიშინერი იხდებს ამ ლაგრაჟის მეორე გვარის გატოლებას მელიტონ სულაბერიძეს არის დაცული დისერტაცია სვერდლიცკის ხელმძღვანელობით ვანო საბინაძეს ქუთაისის გუნდს რამოდენიმეს არქანიას არ გამოხდეს მელიტონ ვინმე რომელიც არის თვითმფრინავების აუზით შესება ხარში ხო ხარში ეს არის ლანგების ესე იგი შევის შედეგები რომელიც ძალიან რთულია და ეს ქუთაისის გონდარვალიშვილის გამგებლობით მისი მეგობრები ბაუმანის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებლად ერქვა მაშინ აი ესე დაეხმარეს და მინდა გითხრათ რომ ესეთი ძალიან კარგი წიგნი გამოვიდა და ახლა პრემიაზე წარდგენია ამას ამ წიგნს ეს სიტყვა თაგორიანის ებზესტიკიურ ნორმების ბრძოლის მეთოდები და ღონისძიებები გამოსული არის ჯერ კიდევ 1997 წელს გემური დანელია გელაკიფიანი ამენა ბუქსიანის როდის და აქ ისეთი რამე წერია კიდე რომელიც შემდეგში რომ მოხდა გული მეთქინა რომ ესე იგი რა დროს კონსტრუქციები არის ეს ახლა გამოიცა თქვენი ცნობ დესპოტი ფულო კომპოზიტების მექანიკას და აი ამ საკითხებით ვარ დაკავებული ბატონო თავმჯდომარე ხედავ მე რომ ზუსტად წუთნახევარი გადავამეტე მაგრამ 2 წუთის საშუალება თუ იქნება და თუ დაგეხმარებიან მინდა რომ ერთი რაჭის შესახებ ფილმი ვაჩვენო თუ არის ახალგაზრდა აჩვენებდი ზუსტად დასიმდება წუთნახევარი ეს ბატონო თამას ის ფიგივი არის რაც ჩვენ სტატია გამოვეცით ერთად ეთნობრივი სტატიის და აქ მინდა რა გითხრათ იცით არის წინვალე ამი საუკეთესო ამი არის რომ შეხედავთ ესე მზე სასტიკად და ამავე დროს როგორ არავითარი ჭიმა და ჩანს კიდევ ეს არის სოფელი გლოლა შოვამდე სანამსეფად იქ ჩამოდის პატარა ბინური ჰელე და ნახავთ რა დღესი იქნება ეხლა ეს არის სოფელი გლოლა ის შოვში დაგისვენდა და თორეციდან პოეზიაზე შესაძლებელი შოვში სტუდენტების დათავაზებით
მომავლისთვის მე მინდა ბატონ პრეზიდენტო გავაკეთო მოხსენება შავი ზღვის ნაპირების დამაგრების შესახებ, რომელსაც რამოდენიმეჯერ ბატონ ჯორჯი წარმოადგინე და თქვენ არ მოიაზრებით თუ აქო, თუ არ მოვიაზრებით ვის აკეთებს ის წყარს მიაქვს, მართლა წყარს მიაქვს რა. მადლობა ბატონო გედა. მანამ ჩართავთ როგორც მათემატიკოსი ბატონო გედა, საერთოდ მათემატიკა ყველაფრის მოდელირება. აქ ჩვენი სპეციალისტები ბევრი კარგები ბრძანდებიან, ბატონ თამას ობგაძეს აღნიშნავ მოდელირების სპეციალისტი, ამიტომ ლანგრაჟის მეორე რიგის დიფერენციული განტოლება არა, ყველანაირი განტოლება იწერება ბუნებაში. როგორც მოგეხსენებათ ბატონმა გერამ არაჩვეულებრივად წარმოადგენენ თავისი მოხსენება საქართველოს ჩვენ რატომ წარმოვადგინეთ ეს მოხსენება, იმიტომ რომ საქართველოს არის იმ სეისმურ ადგილას ძალიან ახლა აქტიურია და საერთოდ ეს მარტო ეს არ არის, არამედ მეწყერ საშიში ზონები არის და წინასწარ ბატონმა გელამ ბევრ რამე გაფრთხილება მოგცა და სათანადოდ არ გაითვალისწინა ვისაც ეს ეკუთვნოდა და ამით ჩვენ გადავარჩენთ ადამიანების სიცოცხლეს და ბევრ რამე სხვა მიმართულებითაც. ამიტომ ფაზის აკადემიას უსაფრთხოების თვალსაზრისით პრიორიტეტი აქვს აღებული ასეთ სამეცნიერო ნაშრომებზე და ბატონ გელას ამ ვიფასო კოლეგებო, კითხვა ზუსტად დასვით და მოკლედ გიპასუხებთ ბატონი გელა. ნახსენეთ ახლა დინარე ვერეც ტრაგედიას და შორის ტრაგედიას. აიმე თვითება გამჯორდეს, რომ არ გამჯორდეს. ესე იგი მე მოგახსენებთ ერთი სიტყვით ვიტყვი, მარტო რომ მე პოლიტიკას არ ვეძებ. იქ სადაც ეს მოხდა, დღესაც მიმდინარეობს მშენებლობა და როგორც მშენებელი თანაც თქვენი სკოლა ძალიან კარგად შეჩერდებით წარმომადგენელი ძალები, აგერ გვერდში გიზით კიშენკო გვარია ისეთ ნარგი ქართველი და არ დაბადებული არ დაზნილი და იცით რომ მაგ ადგილებში ეს სტატისტიკურად არის ცნობილი, ძალიან ცნობილი. 50 წლის შემდეგ აუცილებლად გამეორდება. როგორც იცის რა იგივე აი ნახეთ რომ ქალბატონები დაიჭრა ძალიან სანიტარიებში წარკვისელა წამოვიდა ბოტანიკური ბაღშია და ჩამოიცი ინა მიკრომედიან ახლა ექსკურსიაზე დადის ხალხი და უყურებს, მაგრამ რა მოხდა მაშინ კაცშენა არის უამრავი ადამიანი დაიღუპა. აქაც ხო გითხარით ორი ადამიანი დაიკარგა, მე სოცხალი იყო და სოცხალი ძალიან ძნელია ეს ოჯახისთვის. ეუბნებით ერთი ნინოჩიკოვანის ვაჟიშვილი არის, უთურიშვილი ეხა 10 წლები არის რაც გარდაიცვალა, ეხლა კიდევ დაწერა მე დაურეკე და უთხარი რომ მოდი გადაგეყოლე ასე ტრანსპორტ ძალიან ცილი არის. კან ასუხი მინდა ასეთი გითხრა. არ შეიძლება მათთა მონიტორინგი უნდა ტარდებოდეს. იმიტომ გააკეთა ბატონმა გივის ვანიცენის ლაბორატორია, იქ სასოციალურ ფერწერებამდე სასაფლაო იწყება. ვიცით ის ადგილები, კარგი რესტორანია სხვადასხვა რესტორანის სასაფლაოების ქვემოთ თუ ხართ დაპირებული, სადაც არის ლაბორატორია, იმით გააკეთა ბატონმა მონიტორინგი ნიშნავს იმას, რომ შემოწყებული ხო და ახლაც უნდა მოჩვერო აქვს აუდო. დღესაც უნდა მოწყდებოდეს საათაშორის. მაგრამ რა ვქნა, ესე იგი, ჩემი მიზანი არის ერთი, როგორც მეცნიერი ხმა მივასწრებო. ბატონი თემურასაშიაშვილი დღედაღამე ფეისბუქში არის და დრო თავისი და მე უსმენ ხოლმე და ვინმე ვიბისმეს. მიწერე წერილები ყველას და არავინ მირეკავს და რა ვქნა, ერთადერთი მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ბატონო და ყველა კაცს ყურადღებას. ბატონი გიორგი რომელიც არის თავმჯდომარე ინოვაციების და იცით თქვენ იმ წუთში ვამზადეთ წერილებს და თქვენი მოსწავლეები შეგვიყოფილა ბატონს წესს და აღზარდეთ. და იმასაც გეტყვით, მაგ გამომჩამდე და მე უწერაზეც გეტყვით სიტყვას და მე პრეზიდენტსაც ვუთხრა. ესე იგი, არ ვიცი, ვიღაცა უნდა ნახოს, ალბათ ადრე იყო კომუნისტების დროს სპეციალური დაყოფილება და წერილები შედიოდა იმას დაყოლოდა ადამიანები და ან წერილობით მიმართავდნენ, ან დაურეკავდნენ, ან შეხვდებოდნენ, რომ ისიც ცოდნა გაეზიარებიათ. ეს ის მაინც მიხარია, რომ ჩვენი ცოდნას ვიზიარებს სტუდენტებს. იცით რომ ჩემი დოქტორატები ყველა დაფინანსებულია რუსთავის ფონდიდან, ყველა 100%-იანი შედეგი მაქვს, ასევე მაგისტრები. მაქვს კარგი მოფიქრება იმისა, ორი განათლება რომ აქვს ახლა, როგორც მათემატიკოსი ვარ, ასევე მშენებელი ვარ, ადვილად ვაკეთებ ამ საკითხებს და ალბათ მოსწონთ რა ვიცი უცხოელებს. და უფრო მეც შევწდებ ალბათ, რაც ახლა კიდე იტალიაში ბევრი ვისწავლე და მე პატარა რაღაცის მონაცემი გექნება. ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს, რომ ცალკეული ინსტიტუტებმა დავიწყოთ ჩვენ ახლა ცალკე მუშაობა და მე როგორც ერთ-ერთი ინსტიტუტის ხელმძღვანელი
ალბათ ჩამოვაყენოთ გუნდებს რომ მიიღოთ ჩვენ სამეცნიერო გრანტები და ცოტა რაღაც. მაგრამ შემდეგი შეკითხვა ქალბატონი ინტერესებული თქვენ როგორი მიდგომა გაქვთ და რატომ არის პრობლემა რომ ზედა რაჭას არიდებ თავს და მეორე შეკითხვა მსგავსი მდგომარეობა ხომ არ არის თუშეთი, დათუშეთის, ზედა სვანეთისა და ასევე ხევსურეთის რეგიონში და იქ თქვენ დანულად ახსენეთ მდინარე და პარალელი მინდა გააკეთოთ იმიტომ რომ ეს დაბლა რეგიონში მოედინება. დიდი მადლობა ქალბატონო მარინა ჩვენ მოვდივართ ილისაბედის უნივერსიტეტიდან კურსებად ქალბატონო მარინა მე შორში გავიზარდე ზუსტად ყველაზე მეტად მეყარდა მესამე კურსი იქიდან დავშორებული იყო სასადილო მაინც და მაინც არ მივარდა ქარში ესე განაცდები თევზის სისხლო მასინავს გამთარიღება ძალიან და თევზის ზეთი რაღაც ასე დასალეგილი იყო მეზაბლას პირი ამის გამო პრობლემას აქვს 24 დღე შენობის შუქს და შორში ვიცი კითხვები არის ბოლოს პანდემიის პერიოდში ეს ძალიან დიდი ტრაგედია არა მარტო რაჭის ეს არის ტრაგედია მთელი საქართველოსთვის 32 ადამიანი ჩაუდგა ბავშვი დაიწყო ეს ოჯახი 7 ადამიანი დაიწყო აიც გოლაშენის ფორმები წაშორების სუდანში პარლამენტში პროგრამაა იქ კონტექსტები აკეთებენ და მთელი ისინი იყო როცა საერთოდ მედიაში მაინცო დაურებირო გადაგონდება მე ძალიან მიგაყავს სანამ ისურები გადაგონდება მანამდე უნდა მიხება მაგრამ მე უკვე თულია და მიწის ამაზე ლაპარაკი იქ იმ ადგილზე ერთადერთი ადგილი იყო სადაც კნარის წყალი იყო ჩემს შვილიშვილებს არ უყვართ ის კალციუმ ჯავას და აქ იქახლა არც მაღაზია იყო პერიოდში პანდემია თან იქ ციტაზების იყავით უბაში ზემოთ ნავარსარში და ისიც ყველა 28 აგვისტოს არის ამობა არის და იქიდან მე გადავწყვიტე შორტი აბსოლუტურად ახალგაზრდა გამოსცემდა მონეტა და მართლა მოიწვა წყალი და მე ვიცოდი საერთოდ წყალი მესამე კორპუსის თავზე წვიმვანეთში ვიცხავი ავე და აღარ არის ამბავი ალბათ და მოდიოდი ცოტა ფექს ჩადიოდი ცივსთან მე გამოვედი ნაპირზე ბევრმა ექსპერტმა არ იცოდა ტელევიზიაში რომ მოისმენდი დინარე ბუბა უფრო ახლოს ჩამოდის შორთან ზემონოდა თუ დინარე ჭანჭახი ორივე ნოდარს უნდა მომართო აგულებული დარჩა მაგრამ ნუ ახლა რა გითხრათ ვერ იგებს ხოლმე ტელევიზიაში ამ საკითხებზე საუბარს მაქსიმალურად მაგრამ აწი მომავლისთვის ნუ გამოიყენებენ ჩემს კონსტრუქციებს და სულ მე ამფული არაფერი არ ჭირდება ხო ხალხი იყოს კარგი საერთოდ არ მიაჩნდება არც ზოგი ამბობს რომ იმისთვის იკლავს თავს რომ მე გრანტი მიიღოს არაფერი სპამფილ შეიძლება გრანტის აი ეს არის ჩემი კუთხე და მინდა რომ შიდობიანად იცოდონ ადამიანი ძალიან სწრაფია გინარეს იმატისა და მართკუთხოვანი არის და ეგ დახმის პროცესი ძლიერია და თუ რამე ჩამოაქვს ყველაფერი იმატიზე ძლიერია და არ ვიცი ახლა იქიდან რომ ჩამოვიარე ლაურები ერთმანეთს მაგრამ ძალიან დაკავებულები არიან გუბერნატორები და გამგებლები და პროფესორებს არ ვუყურებ. უნდა გითხრა, მაგრამ ეხლა ეს ასე დავიწყებდე, ხო? აი თქვენ რომ გითხრათ, ძალიან კარგად არის, ჩვენ ახლა ბატონო და ყველანი ვარ, იმ ჩის კომისიის წევრები და კარგად ასუქებენ ახლა სათავშორის თავმჯდომარეც ბატონი არტაფი გადაგული კარგად ხდება და ეს ახლა არადურების ის გამანარო ჩამოდიან საკითხები საუბრებს და ჩემთან ხელმოხდები მაგრამ რაჭის ხარისზე მან უნდა მიხედონ ახლა არა მარტო მან აი ახლა უწერაში თუ ხარ ხმაყოფილი იყო ნაპერწკანა რომელიც ჩამოისხებოდა და საუკეთესო წყარო ეს იყო გაზიროვანი წყალი რომელიც იყო კუჩნაწლავის ეწევა ბევრი რაღაც ისევე როგორც შორის ჩამოთვალე ხო და ეს თამა გადაფარდა არა და არაფერი არ ჭირდება 1 საათი ჭირდება სულ ეს რიონი მოადა უკვე უწერას ნაპირზე ზემაში როდესაც ეკლესია შედის კეთილებმა და იქ ვიყავით ბატონებთან და ზემოდან რო გადავიდა 1 საათი ჭირდება ტრაქტორმა გაიაროს და რიონი დაუბრუნდება თავის კალაპოს და ეს არის დროთა განმავლობაში ვერ არის ყოველი არ მიყოს რაცამ ჩამოაცხა სახელმწიფოს შევიდეს ახლა იცი ჩვენ რომ ემირატებში ძალიან დუბაიში დოხაში წყალი ძალიან ძვირია
მით უმეტეს ახლა არის ადგილები სადაც ვენაში კარგია გაინდავს არის ადგილები წყალი არა და წარმოიდგინეთ რომ არ მეგონა რა აჭარაში ზემოთ დასავლეთ წყალი არის ამიტომ ბაბატონმა მაქსაკითხულთან დაკავშირებით ვინდა ეს ძალიან დიდი პრობლემაა მაგრამ გადასაწყობი პრობლემაა ეს შეუძლია ცოდნი ადამიანებმა ადვილად გადაწყვეტონ ძალიან ადვილად ესე იგი დამავალ უნდა უეცრად მოაგვარეთ მაქსაკითხს არაფერი პრობლემა არ არის ვარადა დროთა განმავლობაში ის უნიკალური ადგილები ის ისახელაური ის ბატონი დავითის სოფელში არის ძალიან დენახები უნდა ადგილად ჩავს ამი გერდა მიკროფონთან მოდით შევიტანო სლელობის შემდეგ რომ ეს საკითხი როდესაც ასვლითი სემინარი იქნება რეგიონებში ჩავიდეთ შევხვდეთ ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ პრეზენტაცია გავაკეთო და არგუმენტირებულად წარმოადგინოს შევთავაზოთ და ეს ამას ყველაფერს ოფიციალური სახე მივცეთ და ეს იქნება ჩვენგან შეთავაზება და მე ვნახოთ ისინი რას გააკეთებენ თან ვითხოვოთ ამ ყველაფერზე კონტროლის დაწესება რა თქმა უნდა სწორი წინადადება და გავითვალისწინოთ ეს გითხარით რომ იქეთ ხარისკენ არაბულების საქმეა და ესე რომ გურჯიანი იგი გავარდაშვით და იქა ძალიან ცივი მდგომარეობაა იმიტომ რომ როიალ ბატონის წინ შეხედავ ის სასტუმრო ჩემი სიცოცხლე სანამ გადავიდა რომ უკურემდი კანაფერი არ ჩანს არა და ერთ პერიოდში რო დაამთავროს საშუალო სკოლა ახალგაზრდა და რესტორან შეიგრებას მოვარდა ეს და წარმოიდეთ ორი ადამიანი და ახლა სათავშორის მინდა გითხრათ რომ შეიქმნა სამინისტრო ეს არის რეგიონული სამინისტრო ქვია ადრე სოფლის მინისტრი რო აი ესე სათავშორის სოფლის მინისტრის და ეს უსაფრთხოების საკითხები ამაში შედის მაგალითად არ ვილაპარაკია სიმართლე გითხრათ ახლა ჩემი მეგობრები არიან მინისტრი არის კახაბულედანი ძალიან კარგად ვიცნობ და მისი მოადგილეა დარიელ კალბიციანის შვილი ზაზა ბიციანი ჩემი მეგობრებია ჩემხეთში დაიბადა გაიზარდა მაგრამ არ მიმართოთ მე მიმართე არ წავიდი ახლა შეიძლება წამოვიწერილობთ პრემიერ-მინისტრს მიწერე რეგიონის ხელმძღვანელი ირაკლი ხანაგიშვილი გახლავთ ადრე კახა კახიშვილი იყო და კახას ადვილად ვეკავდი ახლოს ვისწორ მე და ეს ხალხი არ ვიცი ახლა მიწერე ამავე დროს ლიდერს ლიდერ მამუკარაბარია დინარაძეს არავინ არც რეკავს არ ვიცი აი ის წინადადება რაც წარმოადგინა ქალბატონ მარინამ აი ესე უნდა ვიმუშაოთ ხო ჩამოწერდი უკრავდა თავი ავარიდე იმას ადამიანები დაიყვნენ აქ რა არის ეს რაღაც ეხალობას არ გამოვიდა არა ამას ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალში რა გავაკეთოთ და გუშინ და გუშინც რა იყო ვეღარ უშვები იმას და მე არ არის პიროვნება რომ იქეთ დავიხო ამიტომ ჩვენი ცოდნა გამოიყენონ ადამიანებმა ნუ გავატანეთ ეგ ახლა მომავალ წელს 70 წლის ვთები და ახლა დამენი ვიცოს ხო თუ იმას დაშინდება ახალგაზრდებს და თავარი ის არის რომ ქვეყანაში რაღაც არ უნდა იყოს ესეთი რაღაც შეიძლება გადაჩენა გადავარჩინება აგერ ბატონი ჯონი ირჩის ამდენს რომ აქ არ შეიძლება შეგვიძლია აქ არ შეიძლება და ეთქენ კი ბატონო დაგიჯერებთო და მე რა შეიძლება 12 საათული არის 13 საათული არის შეიძლება გიგინეში ძინაზე მადლობა ბატონს შეკითხვა აქვს აქეთ ბატონო გერა ბატონ სიმონ ზაკარაიას საკითხი საკრაშია ეს საკითხი არის გლობალური საკითხი ჰაგორიანი ქვეყნების ახლა აჭარა არის მაგალითად არის არანაკლები მდგომარეობა რიონის ოლქში ეს მდგომარეობა იქობან არ იქნება მაღალ დონეზე თუ სახელმწიფო მეთაურმა ირადად არ ჩაიწერა და არ მიიღო ამას ხელი. ახლა ზოგიერთი მთავრობის ხელმძღვანელი თბილისს მოუვლის ასე და იტყვის იქ რაც არის ის ჩემი საქმე არ არის. ასე არ გავაკეთება. ეს არის გლობალური საქმე. გლობალური ახლა ეს დღევანდელ სიტუაციაში უფრო გამწვავდება თუ არა ის არ იქნება მისი გაიარება. ამიტომ რას ფიქრობს დღევანდელი
აურობა. ამ საკუთას. ამ შეკითხვას ვერ გიპასუხებს. ძალიან დიდხანს რამდენი წლები არის იცნობ მე ახლა ბევრი რამ ვისაუბრე უბრალოდ მე მაინც მჯერა რომ რაღაცას სამი გააკეთებს იქშილებები არის ახალგაზრდობა მოდის რაც შეეხება თქვენ ხაზინაოსის ფაქტებს მე ახლა ჩავედი მილანო 27 სოფელში ვიყავი იტალიაში ჩვენი თანამშრომელი გახდათ კიდევ ყოველთვის ქალაქის სახელი ქალბატონიანა თქვენ რაზე იყავით ერასმუსი ხო რომელი ქალაქი ლაკვილა ქიანი ქალაქი ყოფილა და შესაძლებელია ჩვენი წავიდეთ კიდევ რას გუნდი როდის არის კიდევ გიჩვენებთ ხო პირველი არის და მე რომ დავდივარ ამ სოფლებში წეხად ხაზინაოსი ახლა დრო იმდენი არ მქონდა რა ხდება იქ გაგიგუნდება რა ვებსაც ვაკეთებ ხო და იქ ნახეთ და სადაც საზარი ყოფილი და გამოყენილი თევზი არის იცი ამ თეთრი ფერის აი თუ ყოფილი אני წევრი ვარ მე. რადი სოსო სიმინდია მქვია. რადი სოსო? სიმინდია. სიმინდია სოსო, yes. კარგად. ვლადივოსტოკის აქეთ არის ნახოთქა ქალაქი სადაც შეხვედრით გურამჩხარეებსაც შეხვედრით თავს თამაშობდა და მეგრელიძე თამაშობდა კიდეც და ამ ქალაქში და იქ პატარა ჭაობები იყო და გამოიყენეს ეს ამური თევზი გაუშვეს და ეხლა იქ არის ტბები იმიტომ რომ წამს ამ ქალაქს ზუსტად ისევე მოხდა იქ ახლა თევზი დავიჭირეს მოეფერე და გაუშვე არ ეტევია სიმით მაგრამ არ ისევე და არ წამს ესე იგი უფრო უბრალოდ უნდა შეხებია ძილიანი და ეს არის სოფლებში ეხლა ბატონი მოდაც აქვს თავის ციგნებში ჩვენთან ახლა იქ არის იტალიაში ახლა მოდა არის უნიკალურად არის განვითარებული ეს ტურიზმი აკაც მაგით ცხოვრობს რა თქმა ასევე არის ახლა იმიტომ იყო რომ კატალონიას გასვლა უნდა იმიტომ რომ იმათ აქ თანხა და ესპანეთში აქვს ეს ფული და კატალონიას კეთება ძალიან გავწევდება და იგივე არ უშევ ცალკე ქვედა რაიონი თორემ ეს ახლა აქ მაგალითად მე როგორ ვიყავ ესე გავაკეთე ერთ ლარა დაჩუქებდი სოფელში წინაპარი რო ცხოვრობდა მაგალითად მაგარი ცხოვრობდა ვიღაც თქვა ჯოხაძეები ცხოვრობენ ბევრ ადგილებში მაგრამ მე ვიცი რომ არიან ბოსტანი და სადმელი და თქვა კერესეიძეები და ასე შემდეგ ხო და იმას მიცემდი და მისი წინაპარი აქედან არის ხო და იმას გავუკეთებდი ერთ ოთახს ნახევარს და ვაჩუქებდი ვაფშე ის ზანაურებოდა ჩავიდოდა და მიეჩვეოდა იმას და აღარ მიადოვებდა იმ თავის სოფელს და აღარ დაიწყებოდა სოფლები თუ დაიწყება ეს სოფლები ის უფრო მეც გეტყვი მე პროექტები მქონდა კიდე დარიშხანზე ძალიან ბევრი ამაზე მაგრამ მაგას სხვა დროს მოგყვება მადლობა. შემდეგ შეკითხვისთვის და ქალბატონ ნატალის შემდეგ. თქვენი სახე და გვარ ბატონო? ცესკარში. ადამიანები მოგისმინეთ ახლა და ძალიან ევადი ფოტოები გამოჩნდა. მომისალ და არაფოლოდ დაინშინდომეს კერებას არამედ ყველა კორექციულ საკითხს. და ერთმანეთთან განსაკუთრებით დამაფიქრა და ესპრადა ჩემთვის ცნობილი გახდა. რომ თქვენ მუშაობთ ნის სამეცნიერო პროდუქტს, რომელსაც მე პრაქტიკული დამოუკიდება ძალიან ძნელად აქვს ან არ აქვს. ეს პრობლემა ჩემთვის ძალიან ახლოვანია და ნაცნობია ის. როცა გისმენთ ერთი ასეთი აზრი დამომიკვირდა ეხლა არის ფიქრობთ რომ ვინმეს მინდა რომ გადავასწროს. აი თქვენ წერთ წიგნებს რომელიც 100-200 ერთეული გამოდის. სადაც არის სამეცნიერო პრობლემა. ფორმულებით, მათემატიკური მოდელებით, საინჟინრო გადაწყვეტებით და დავერწმუნეთ რომ ამ 100 კითხულობს მაქსიმუმ 100 დაინტერესებული მეცნიერი ყოველდღე მოიძებნა ფაქტიურად. და საზოგადოებაში ფაქტიურად ეს პრობლემა ასევე უცნობია. რაც შეეხება ვერესკევას, რაც შეეხება შრომის პრობლემას, რაც შეეხება გავარდაშვილის იმ კახეთის მდინარეებს, სადაც ძალიან ბევრი სელური ნაკადებია და რომელიც მსხვერპლით არის ცნობილი დურუჯი და ასე შემდეგ. ეს საზოგადოებრივ მახსოვრობაში
10-15 წელს, მაქსიმუმ 20 წელიწადს დასტანს. მე ახალი თაობა იმას საერთოდ იმიწყებს და სანამ ახალი პრობლემა არ დადგება, ეს არ არის აღარაფერს. ამიტომ აკიდებ მდინარე გამიჩნდა ერთი ასეთი მოსაზრება, მოგაწოდით და თუ ვაში დაგიჯდებოდ გამოვიყენებთ ალბათ და მეც ჩავერთვებ. იქნებ შეიქმნას საქართველოში მწვავე ეკოლოგიური პრობლემების ადგილი თავისი არამეცნიერული დახასიათებებით. აი მაგალითად, ლურუჯის ხეობაში ყვარლის მდებარე ტერიტორიაზე ხეობიდან 500 მეტრში არ შეიძლება მშენებლობა. ვერეს ხეობაში და გამოუშვა ეს ძალიან მარტივად. რომელიც წავიკითხო და გავიგო პეტრემ 8 კლასის განათლება რო აქვს საიტით და გაიგოს, იმიტომ რომ რასაც მე ვერეს ხეობაში რუბიზმ რაც 15 წლის უკან მოხდა, ეს არავის აღარ აქვს. იქ უკვე ახალი ქალაქები აშენდა, რასაც შოუში უყურებთ თქვენი სიცხო მეწოლი რა კიდევ თავს და ახლობელია ეს ჩემთვის. რაც იქ შოუში ტრაგედიის შემდეგ მოხდა, მეგონა რომ კაცი აღარ გაეკარებოდა იქ აურობას, იმიტომ რომ დაწუნებული ვარ იქ იმ მიწის ქვეშ ზოგიერთი მიზოლებული სხეულის ნაწილები იქნება ჯერ კიდევ და შემწყარა გაკანებული მშენებლობა ბიზნესიდან გამომდინარე. ამიტომ იქნებ დაერქვა საერთოდ ფაზის აკადემიას აქვს პრომეთის შესაძლებლობები, აქვს მეცნიერული საზოგადოება, რომელსაც აზრსაც საზოგადოება გარკვეულწილად ითვალისწინებს, იქნებ მოძიებული იქნას რაღაც სახსრები, გამოიწვეს მთლიანი საქართველოს აი ესეთი ეკოლოგიურად მძიმე კატასტროფული ადგილები რაც არის, იმათი შესახებ წიგნი, რუკებით, მითითებებით და გაფრთხილებით. ეხლა თვითმკვლელებს ამ ქვეყანაზე ვერავინ ვერ გამონებს აბსოლუტურად, მაგრამ გაფრთხილება აი მაგალითად თქვენ ასწავლეთ ლისის ტბა, ლისის მდებარე ტერიტორია შეიძლება ამას ნებზები ლისის ტბაში. იგი ცოტა დისკებია, მაგრამ რა მნიშვნელობაა, ეს ასე გავუწვალისწინე. ვაიფაი საბოლოო მოხდეს, მაგრამ აი გუპასუხე. იქ ვაშინგტონის მიდამოებში ბალოტია. $7 დაეცა ერთი კვადრატული იმის პასის. ეხლა $1800 ის. ის დაივიწყეს ის რაც მოხდა. დამეწმუნეთ ძალიან მოგელ გასწრება. და აიხსენება, ხალე თვითონ ბუნება დაასე. ეს რამოები შემოვერდები პასის აკადემიას და შესაძლებლობა პრობლემები თანაც. დი, მადლობა. სასიამოვნო იქნება ბატონო მარაგას ახალად გეტყვი მეთქი პრეზიდენტს საერთოდ კარგად ვიცი ეს ასე კარგ მოხსენებას ვაკეთებ მე თქვენი ქალიშვილის დამსახურება არის ჩემი ეკიპი გახლავთ ხალხი მომეც ის ქალიშვილი ძალიან ისეთი ფული არის და მასე როგორც ხალბატონი მინოქჩიდება ჩვენ და იქ გამოვხატებს თქვენი ქალიშვილის ამასვენს ო წარმოიდგინეთ აი ესე რომ იმას ჭირდებოდეს ის რაც თქვენ გითხარით ხელმძღვანელობა გენერალური მოიწმაშა რაც შეეხება იმ პროექტს ფეროძა წლები არის მაგსაკეთზე თქვენი მეგობარი და ჩემი მეგობარი ამირა აციური ამას აკეთებს ჩემს მეგობარში ხოდა ჩავიქრებული მაგრამ შრომელია ძალიან ჩემახე ერთად მუშაობ ატომობილების განმავლობაში ამ ერთმანეს პირდით ისაკები გამოსწორდა ვალიშვილი ყველა საერთოდ და მისი მოსახელე ჩუტავით თავმჯდომარე ვიყავით დასულისგებელი დივანი ისაკები გამოსწორდა და ასე შემდეგ და მინდა ერთი რამ გითხრათ რომ ძალიან მსხვილი კი არის მაგრამ აი რაღაცას სულ იბძვის მაგრამ პრობლემები რომ ეს მოდი რომ ვაჩვენოთ უკეთესი ასე გავაკეთოთ არ მიჯერებს თუ თქვენ დამეხმარებით და ბატონთებოს საშიაშვილი თუ დამეხმარებით ხო როგორ გამოვიყავთ ჩვენ ჩვენზე და მას ეკონომიკის მას ხელმძღვანელი იყო ახლა არის როგორი გერადაშვილია და ცისკიშვილი იყო ადრე მარატი აი მაგ აკადემიის და შესაძლებელია ეკლასტაციანეთ გავაკეთოთ რაც შეეხება თქვენი წინადადებები მე ვიცი ამჟამადაც ჩვენ ერთი პროექტი გვაქვს და მუშაობთ ალბათ ამფინანსებით დასვენებული ვარ მაგაში და ბატონ გიასალ ხოლმე თქვენ მოგეწონებათ ჩვენი აკადემია რეკომენდაციას გამოცემთ ეს და მადლობა. ქალბატონ ნატალი, მოგცემთ სიტყვას ბატონ თემურ შეშეშვილი ფაზის აკადემიის წევრი ბრძანდება, თქვენ უკვე მე-13 მე-4 დაწენით. ხო და ჩვენ ფაზის აკადემიას დაუთმო, ესე იგი
გვაქვს გადაცემა ფაზის აკადემიის კვლევები ქართულ ტიპზე და ჩვენ ვიწევთ ფაზის აკადემიის წევრებს, რომ თავიანთი აზრი გამოხატონ და ბატონი თემური შეშეშვილი გახლავთ ერთ-ერთი პოლიტიკოსი ქართველი, რომელიც ეყრდნობა მთლიანად მეცნიერებას და მეცნიერების დიდი პატივცემა აქვს. ქალბატონი ნატალი ბრძანეთ. ეს სოფელი არის განსაკუთრებული ხავით გამოირჩევა ლეჩხუმისთვის, ანუ ყველაზე განსაკუთრებული და ეს იყო ცნობილი დადიანების საზაფხულო რეზიდენცია. თქვენ მე მგონი საქმის კურსში ხართ, იქ ახსენეთ მეწყერი ჩარკვიანების გორაზე, რომლის ლოკალიზება პრაქტიკულად ვერ ხერხდება, მთელი ეს წლები არ ვიცი ლეჩხუმის ხელმძღვანელობა ძალიან მცირე მასშტაბით ცდილობს, მაგრამ ვერ ხერხდება ეს ლოკალიზება, ამის გამო ეს სოფელი იცლება. ზედა სურმუში ფაქტიურად დაცლილია, მხოლოდ მოხუცები არიან დარჩენილი, სკოლა აღარ ფუნქციონირებს და თუ არის რამე შესაძლებელი, მართლა ერთხელ და სამუდამოდ კარგად გაკეთდეს. მადლობა. და რატომ უნდა გეტყვი? ჩაჩქიანების კლასები გახვალ გურამ დოჩანაში. ჩვენ როცა ვიგებოდი, აქ იყო კათედრის გამგე ლუდმილ ჩაჩქიანი, რომელსაც სახელს იურას ეძახა. ჩვენ როცა ლენინგრადში გავიცანი, ბატონიო ლუდმილ მივმართა და იქნებ უფრო დადგა ჩემი უფროსი გახდება. და მე როცა მეცნიერებას ხელმძღვანელობდი ტექნიკურ უნივერსიტეტში, კათედრის გამგე იყო და პროფესორი ხარ და სულ მეგობრობდი. ზურაბ ჩაჩქიანი ციფრენ კოლონიტია და მისი ბიზაშვილი და იმ კლასს მე კარგად ვიცი. იქ სოციალები იყვნენ და იქ ჩავსულვარ ჩვენ რამოდენიმეჯერ. ლაილაში ასეა თუ ისე ვიცით თქვენ რომ იქ ცხოვრობენ ძალიან ცნობილი პიროვნებები, რომლებიც იყვნენ ებრაელები. იქ არის ლაილაში წყარო ცხინვალე, იქ კაჭკაჭიშვილები ცხოვრობენ, ნიკო კაჭკაჭიშვილი ჩემი ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაციაში თავისი. იქ არიან ამავე დროს სპეციალისტები ცოტა ახალგაზრდა რო გამოდიხარ, მაგრამ ისიც ფამინაცი. მაგისი მე გაჩერებით შეიძლება ვერ დავაჩეროთ, მაგრამ გადავარჩინოთ ადამიანები ჯერ ერთი და გადავარჩინოთ ის, რაც უძველესი არის. როგორც ძეგლი, იქ არის დადიანები ჩამოდიოდნენ მისვენებდნენ და არ ვიცი ახლა კარგია რომ თქვენ ეს იცით, მე არ მისვენებია და მე ეს ყველაფერი ვიცი. აქ გეტყვით კიდევ რომ ფარჩერძის მოწაფე იყო გუბერნიცი და მე ვიყავი მისი ოპონენტი. აქ დაიწყო თბილისი სამშენებლო ფაკულტეტზე და იმ სასაფლაოს დირექტორად დანიშნეს მერე ეს გუბერნიცე ლაილაში და ქუთაისის სასაფლაოების დირექტორი იყო პარალელურად. მე არ ვიცი ახლა დღესავდიშო ძალიან ნიჭიერი ბიჭი და მან ბევრი რამე გააკეთა, მიმართა ამავე დროს რომ იქ მიცვალებულები რომ იყვნენ. ახლა არ ვიცით, ახლა მე ვიცი ებრაელს როგორ ასოფლანი. ნუ ვერ მარცის. ბევრი მეგობრები მყავს და ასე შემდეგ. ებრაელის მიწარვა ამოთხილი, მე გამოთხილია და ესე შეშავენ სიგნით ზეწარში გახვევს, იმიტომ რომ ერთი ჭუჭელია. სასახლე ერთია, იმათ და იქ და ის არ იწევს ძირს. იხდით, შეცდომა არ ჭირდება და როცა წარმოიშვა რომ ამან დაიწია ძირს, დაიწყეს იმათქვა უკვე იქიდან ფული ყველაფერი მაქსიმალურად რომ მიცვალებულებს პატივისა და მან წარუდგინა მე თქვენ ახსენეთ ხელმძღვანელები. რაჭა ლეჩხუმი ქვემოსვანეთს ერთი გუბერნატორი. რაჭა ლეჩხუმი ქვემოსვანეთს ერთი რომელსაც მე დღეს ამისნობ. ყველა გუბერნატორს ვისწავთ სუპერას, იქ ვინც იყვნენ. აი ირაკლი ფუიზიდან დაწყებული აქეთკენ დათო გაგოშიძე ეს დათო დარახელიძე რომელიც მე აქ იყო მინისტრი. აიცი თითქმის ყველა ვიცოდი ეს ვერაბი ამავე დროს ძალიან კარგი ბიჭი იყო ბოლოს. სირაძეს არ ვიცნობდი და არც მქონია იმასთან ურთიერთობა. ატომა ახაზრო ზანა უკები გავაკეთეთ. მე გეტყვით ჩვენი აკადემიის წევრი გახართ გეოგრაფიის ინსტიტუტიდან ბაძი ჯიჯელავა, რომელსაც ამორაობის შესახებ წინვალე წიგნი გააკეთა თავისი უკები, თავისი ამორაობის იგრი, რაც ხდება ყველაფერი აქ წარმოდგენილი, მეც მიწერია ეს გაზეთ ფაზში და იგივე წარმოიდგინეთ გენახა ორხის ხედა მხარე, სადაც ვიწრო არის ბიო 4 სახლი ჭიშის მოპირდაპირეთ არის, თქვენ ალბათ ლეჩხუმს იცნობთ. საშაში სანამ ახლა ჭერფი შუაშლის მეწყერი რომელიც მიდის, ის აბანოები აღარ არის წაი. და ნახეთ ახლა
მარნეულის მხარეზე იქეთ ლევანს ველაპარაკებოდი ამასინა ყოფილ გუბერნატორს. სვანები რომ ჩაასახეს სწორი იქნეს იმისათვის რომ აზერბაიჯანელები ქართული ისწავლეს როგორც იქნა და ასე სწორი იყო. მაგრამ უმეტესობა არის ჩამოსახლებული იმ ცუდი ადგილებიდან, ვითომ ცუდი ადგილებიდან და ამაც იმით ვერ გასწრეს იქ სვანებმა ბევრმა მაგალითად ანზიიდან ჩემი ძმის მეზობლები ბევრი უკან დაბრუნდა. და არც ისე ცუდათაა საქმე თუ ადამიანი მუდმივად იქ იქნება. უბრალო რა მოსწინდება რა თუ ახლა კატასტროფა არის ბუნებრივი კატასტროფა და კატასტროფის თეორიაში არის ეს უფრო მეტად მაშინ უნდა გითხრა სპეციალისტმა ა გეოლოგიც არის ახლა ჩვენი მინეროლოგი კიდე ნოდარ კორპორაცია რომელიც მაგის დარგის სპეციალისტია და მეცნიერი გახდა და იტყვის იმ ცხოვრება შეიძლება თუ არა მაგრამ თუ იმის გადარჩენა შეიძლება იმასაც იტყვის და მაგდროს უკვე კონსტრუქტორები ვისაც ჩვენ გვაქვს ჩვენი პროექტები გაკეთებული დაგიზარდონ და ჩვენ თვითონ წავიღავთ გეოლოგს თვითონ ნახავთ იქნება და ჩემი კუთხისთვის მე არ ჭირდება არც ფული არაფერი ისე გავაკეთებ მაგას ყველებს პროექტები გვაქვს სხვადასხვა რომელიც არ მოსწონს ზოგიერთებს ზოგი როგორია დღევანდელი სიტუაციებში თუ თვითონ ვერ მოიფიქრებ სხვა თუ მოიფიქრა და უთხრა იმას წინს ის რომ რატომ ვერ მოიფიქრებ ამას მე უყიდებ ძალიან ბევრზე და მე მაგალითად მიხარია ჩემი მეგობარი თუ გამთითდება მაგას უხარია შემიას უხარია ასე ორივე ნოდას და ასე შემდეგ და საიდან წამოვიდა დღეს ეს ბოღმები და ესენი აღარ გავიგე ერთმანეთის კარგი არ უხარი და იტალიაში რომ მიდიხარ გაცნებული შეფერდა ადამიანი ბატონელგის აა გუსტავის პროსპექტზე ვარ მე გაზდილი ათარბეგოვზე იცით თქვენ და რომ მიდიხარ ადამიანი გაცნებული აღარ გინახავს რა მიდის და ფიქრობს კიდე რა გააკეთოს და ყოველდღე ახალგაზრდებს კლავენ ახლა ისაკიაშვილს ასე ჩოდები თქვენ მართალი ძამებით ზადვარ მე მაგალითად კალოს უთხარია ამასინა პროფერი ესენი და მოდიო ბილნებას გაიგეთებ და წადებ რა თქმა უნდა მიდინება ჩემი კუთხე ჩემი ძალი ორხმელია გაბძაშვილი უსროსიც მისცოლ და კარგად ვიცნობ რა როგორ გითხრათ ეს ტერიტორია კარგად მე ფენაში მაგალითად წობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში ქედა დადიოდა ბევრი რო ჩამოდიოდა მიწები ახლა გზებს აკეთებ ზები კარგი გზებია ეს თემატიკა ყველგან არ არის და სადაც მიუწვდომელია შესაძლებელია მაგის გაკეთება დიდი მადლობა კარგი შეკითხვა იყო და მიხარია რომ აკუთხეს ის მადლობთ თავად იქიდან მბრძანდება კალბატონ ნატალი და ჩვენ დავგეგმავთ ლეჩხუმში ფაზის აკადემიის გასვლით ღონისძიებას ფაზის აკადემია კიდევ გეგმავს სხვა რეგიონში გასვლას შეკითხვები დასრულდა კოლეგებო ბრძანეთ ბატონო გივი წერსაშის ზონაში რამდენად გზაშენებულია წყალსაცავის შენება რა შეიძლება გამოიწვიოს რა შეიძლება დამატება ისეთი რაც გააკეთეს მასში ჯვარში ესე იგი ამ ხელა ის გაიხსნა თავის კიდე დაამატეს გახსნეს და ზევიდან კიდე ბეტონი ჩაასხეს და რა მოხდება ცოტა ხანში მე არ მინდა მაგის პროგნოზი გავაკეთო ვერც ვერ არის პროგნოზი აი ვინმეგოთ ახლა ხვალმიცის რა იქნება შეუძლებელია ჯერმე მეცნიერი არ იყოს მუშაობენ მაგაზე ბევრი და ვერ არის რაც შეეხება თქვენას თვითონ ახერებდები სასტიკად არ შეიძლება სადაც კი ეგ არის იმიტომ ის კიდე უფრო გაავრცელებს ის ქანები უფრო გავრცელდება და მეტი და თუ ხარ დაკვირვებული სადაც მეწყერია იქ კეთდება პატარა ხმულებივით აი ის რო იყო ხარები რო ხნავდა რა ქვია იმას კვალის გაყვალა ესე იგი რო ხნავდა იმას ხო რა ვიცი ჩვენს გუთანის სახნა ანუ დაივლის ესე და მიყება ქვემოთ აი ასეთი ხმულები ხდება და იმ ადგილებზე ამოფსულების ქვემოთ რო არის ჩასული ძირცხალება არ ვიცი ახლა შეიძლება თქვენ გაგიკვირდეთ მაგრამ რა იქონებდივარი ნანახკეთება თორემ შეიძლება თამაში როგორ აი იგებს იმ ჯობს ხო და მე მაგ გავსინჯა და მართალია და გაგვირებულები იყვნენ ხოლმე სათავე რაჭაში არის ადგილები ასე ეძახიან ორი ბარის პირზე უკვე წყალი ამოდის ზოგიერთ ადგილზე როგორ აკეთება ვაშლიგოში თიშკორზე რო შენდება რა შეიძლება ბატონო მოვა დრო ამიჯერეთ მე ახლა არ ვიცი ამას ვისწორებ როგორ ახერხებენ ნებართვის არის აწერია მეცნიერსაშის ზონა და ეთნება ესე იგი წალსაცავი რანაირად ხარ სპეციალისტი ის ამბობს რომ ვიზა შეწონილია კაცად ბატონო მე ჩვენ ყავს მეგობარი გერგლიანი აკაკი
რომელიც გახდა მარჩუკის მოწაფე, მერე ალთანდი კონძაცის მოწაფე იყო, აღმუშავდა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორია ნოვოსიბირსკის სკოლა გაიარა. ეხლა ამ წუთში პალეასტონზე მუშაობს. შესაძლებელია ეს ამოასწრო ისე როგორც ამუშავია და დიდი ხომში ხო? მოგეუბნები, დიდი ხომში იყო ისეთი ადგილები, რომ ადამიანი უჩავარდებოდა ხირო, ვერ ამოგე ჩვენ ბილიკები ვიცით. და ეხლა იქ ვერც მიხვდები, თუ ვერ შეხედავ, რომ ზოგიერთ ადგილზე არის ის ბალახები, მე რო ვთქვი ხან ესოფია. აფია იმას რაღაც ავიწერე რაღაც კამეში ვიცი და ეს ავიწერე ანუ შალხი იახენდა პაიბორი ხო კი ბატონო ამიტომ ნახე ახლა ძალიან ახლა იცით რომ თუ ასე მე ახლა თითქმის ტერიტორიები ჟინვარში ხო უნიკალური ეკლესია ნახეთ მიფალი ხო იდეა მართლა დიდებულია სა დაიწეს ქვემო წყალიას ულამაზესი ეკლესია გამოსცეს წარმოიდგინეთ ამას დაისება აიწეს ეკლესია აღარ მაგრამ ის ეკლესია არ იმდრება, ბევრი ახლასაც მისულა, ახლაც სულ არ თამშის არ არის, მაგრამ იქ ჩავიდნენ ახეს ყველაფერი, ბზარიც არ არის, ვაგისტო. ესე იგი, იმ სინამდვილემა არ იცი ეს როგორ გააკეთეს, მაგრამ ხდება ესეთი. რაც შეეხება ახლა მაგ მეცნიერულ ხასიათს, იმიტომ მეუყანეს მაგალითი. მაქვს ჩვენ სპეციალისტები, მაგრამ როგორ გითხრათ ახლა, ქართველი სპეციალისტებს რატომღაც არ ენდობიან ქართველებს ნახოთ. არ ვიცი. ანუ სპეციალისტები არ განაცხადა საშენ. ბატონო, სკოლის სპეციალისტები იყვნენ იმ გარემოს. ყველაფერს იმასაა ცხოვრები რა და მე ვიცი რა მოიგოს მაგრამ ახლა მაგის თქმა. საქართველოს როცა მეცნიერული სახელმწიფო გახდება, სრულიად მაშინ ქართველ მეცნიერების აზრს მიიღებენ. ბატონ თამაზ ზობგაძეს ყვა ჰქონდა შეკითხვა რამე, არაჩვეულებრივი სპეციალისტია ჩვენი ფაზის აკადემიის წევრი. რა თქმა უნდა, გვაქვს შრომები ჩემს დოქტორანტთან ერთად, რომელიც ახლა უკვე დოქტორია, საინგილოდან, ნაიდაყულოშვილი იყო ასეთი პიროვნება. ჩვენ მონოგრაფიებს გამოვაქვეყნეთ მასთან ერთად. რაც ეხებოდა მეწყერებს, მეწყერების მათემატიკური მოდელებიც ავაგეთ ჩვენ მაშინ. მეწყერები, ესე იგი, მაგათი მიზეზები, მექანიკური მახასიათებლები, წარმოშობის პირობები ყველაფერი შევისწავლეთ იქ ჩვენ. რაც შეიძლება. შემდგომი ეტაპი არის ის, რომ უნდა დარაიონება მოხდეს საქართველოს რუკები შედგეს მეწყერ საშიშობის თვალსაზრისით, სადაც გათვალისწინებული იქნება იქ ნიადაგის თავისებურებები, გეოლოგიური პირობები. ასევე გათვალისწინებული იქნეს სეისმური დარაიონება, სად არის მიწისძვრები მოსალოდნელი, ვინაიდან ესაც ახდენს გავლენას მეწყერის წარმოშობაზე. შემდეგ ბატონ გელასთან ერთად ჩვენ გვქონდა მათემატიკური მოდელი აგებული ზვავთან მიმართებაში, მაშინ ზვავი კი არა, ღვარცობთან მიმართებაში, რომელიც ბატონმა გელამ ახსენა პოლონეთში გამოქვეყნდა. საკმაოდ სერიოზული ნაშრომი იყო, სადაც მთლიანად მარტო მოდელი კი არ იყო, ხიმიჯებზე დატვირთების განსაზღვრის მეთოდები იყო იქ, სხვადასხვა რეინოლდსის და სხვა მსგავსების კოეფიციენტების მიხედვით. ასე რომ ეს შრომები გარკვეულ ეტაპზე უკვე არის. ახლა ბატონმა გელამ გადაწყვიტა, რომ ეს შრომა ინჟინერულ დონეზე დავიდეს, პრაქტიკულ დონეზე დავიდეს ფაზის აკადემიის ფარგლებში. ძალიან მიესალმები ამ საქმეს და მზად ვარ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში მის გვერდზე დავდგე ამ საკითხებშიც. დიდი მადლობა ბატონ გელას ამ ინიციატივისთვის. ბატონ თამაზ დიდი მეცნიერებისგან შეფასება ჩემთვის დიდი მადლობა ბატონო. ბატონ კორპორაციის ფასის დიდი მადლობა ბატონ გელა ამ საინტერესო მოხსენებისთვის. მართლაც ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი რთული რეგიონი არის. თავისი მორფოლოგიური თავისებურებით, თავისი გეოლოგიური აგებულებით. სანამ არ იქნება ნება, სანამ არ იქნება პროფესიონალები ყველა მიმართულებით და სანამ არ იქნება ერთიანი მძლავრი გეოლოგიური სამსახური, სულ ესეთი პრობლემები გვექნება. დღეს გეოლოგიური სამსახური, რომელიც არის კი ბატონო, საკმაოდ კარგად იკვლევს მეწყრებს, ღვარცობებს და ასე შემდეგ, მაგრამ არ არის ეს საკმარისი.
საკმარისი იქნება იქნებ დროში, როდესაც ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში იქნება გეოლოგიური სამსახური და იქნება წინასწარ, ასე ვთქვათ, ყველაფერი დაზუსტებული, თორე ის ადგილები, სადაც საშიშროება არის, ასე თუ ისე გეოლოგიურ რუკებზე, ანგარიშებში ეს ყველაფერი დაფიქსირებულია, მაგრამ თავარია ძლავრი გეოლოგიური სამსახური, სადაც ასე ვთქვათ, ბატონი გელა მშენებლები ჩაეფერა. უმეტესი მადლობა ბატონო ნონა. სხვათა შორის ბატონო გელა, თქვენ გაქვთ მოხსენებაში ნორვეგიის საკითხებთან დაკავშირებით და ნახსენები გყავთ ეს მეცნიერი და ეგ საკითხები, რომელიც საქართველოს გამოადგება ნორვეგიაში, ასე თუ ისე გამოცდილია ბევრი საკითხი და თქვენთან არის ეს გაანალიზებული და საერთოდ ფილმიც არსებობს. ნორვეგიული ფილმიც არსებობს, მე მგონი არ ვიცი ჰოლივუდის გადაღება, სწორედ ასეთ უსაფრთხოების საკითხებზე. და თქვენ ხوار დასახელებთ კიდევ საერთოდ არსებობს გვარი მდიდარი. ეს ნორვეგია. მე კარგად ვისწავლ ყოველ საბათს დავუბრუნდი ჩვენს განინამისებლებში, იცით რომ ფინეთში თერაპიულოგია ვიზა ის ასე პროხალაკები შემოგვიყვანს რუსეთის ფინეთში ჩავდიოდი თავდაპირველად ჩავარდი ასევე ნორვეგიაში მაგრამ შეკეთეთ ჩვენი დავამატეთ იმისას ის ძველი რაც გააკეთა და ეს მისი გამოგონებაა ისი გაკეთებულია მაგრამ ჩვენ შევიცინეთ ახალი ტექნიკის სხვადასხვა ნაწილები ბექა გუგენიცეს აქვს მისი უნარი რომ მომიხვა გაკვირვებულ დარგში ჯერ კიდევ 9 წლის წინ თხოვა დოქტორატურაში ვიყავით ჩვენთან 4 დოქტორანტზე მეტი არ შეიძლება სულ გავა 4 დოქტორანტი ვერ მოახერხეთ და მე ისე აღმოჩნდა რომ ავიყანე დოქტორატურაში ვიყავით ჩვენ ერთად სხვადასხვა ქვეყნებში ახლა ვიყავით ჩვენ ტაშკენტში 6 ორგანიზაციამ დაუდო ხოსტი მის ნაწილები რომელიც მან შექმნა მე ავდექდეს ყველაფერს შევკარგე ერთად წავიდე საკუთრებში გადავეცი და მე ვიფიქრე შესაძლებელია ეს სამეთოდო და იმადობ სიგრომს უფრო გავაზრდიებთ ჩვენ 4 მეტრი და 20 სანტიმეტრი 17 სანტიმეტრზე ჩავდი ჩვენი მანქანა ჩავდი 17 მეტრზე ჩავდი და გამოიგეთ ისეთ ადგილებზე სადაც უფრო მეტად ნაპირიდან რომ მიდის ის წყალი რაც მოხდა მაგალითად შორში იქ ჩავდეთ და შეიძლება არის ამავე დროს ისეთი ადგილია ყველაფერი ხდება ზუსტად გარედან მოხდეს სწავლების გარდა ამით ერთი მომენტი სულ არ იყო დაინტერესებული ბიოლოგია ბატონი ბიოდივერსიტეტზე და ბატონობა და წავიდა და მეაცე და ძალიან ბევრი მისის ხესა დინებები როგორია ახსოვს თქვენ როცა შინაურდათ ყოფილა და ახალგაზრდობაში ყოფილი პრეზიდენტი ყოფილი არქი და შეიძლება ესე იგი შესაძლებელი არის როგორ გითხრათ ძალიან ბევრ ადგილზე, მაგრამ ერიდება ბექა სახელმწიფოდან შეგვეცეს. ეს შეგვეცა მეც ვეგეთე. იმიტომ რომ შრომა დიდია და შესაძლებელია ფული აღარ გადავხადო. მაგრამ ის რაც ელემენტარულია, რაც მე ახლა ვთქვი და სადაც გამოიყენება ჩემი კონსტრუქცია, ფიფიანის კონსტრუქცია. ხო, მე მზადა ვარ ყოველგვარი ფულის გადახდის გავლოსით, ჩემი კუთხისათვის და ჩემი პროექტისათვის გავაკეთო. რიცხვებში მე მაინც მიწვევდი და ეხლაც რომ დაუდეს ბექას ხელშეკრულებები მასთან ერთად მეც ვიქნები თავისთავად და გავაკეთე მაგრამ აგერ ახლა ბატონი ჯონი ბევრს მუშაობს მაგ საკითხებზე მაგრამ აქვს თავისი პროექტები უნდა ძალიან ბევრი რამ გაეკეთებია ეკლიან დაგიანი მატერიალები მახსოვს მე ამაზე ქონდა თავებაში რამდენი საუბრები და ეს მაგრამ აბა რა გითხრა კიდე რა გითხრა ირა შემოიტანე თავიდან მოყავული იყო ეს რა იყენებს მადლობთ ბატონო გელა მე მგონი შეკითხები უკვე დავასრულეთ ბატონო გელა დიდი მადლობა ძალიან საინტერესო იყო ბატონი გელას მოხსენება თქვენ შეფასებისთვის გინდათ რა თუ შეკითხვა ამდა დავამატო შეფასება მადლობა ესეთი კონფერენციის მოხდისა იცი არის განსაკუთრებული სულ წყალში 60,000 ტონა წყალი აწვება ქვემოდან ზემოთ ამოვდები წყალი ეს ოქროთი 15 წლის წინ შეიძლება თორა ფოთში ტანკერების მოწყობა თუ წყალი ეხლა აი ფესტივის ეს პროცესი ის კრიტონის ფერი მასწავლებულია იქაც არის გადაწეული იყო და ხალხური ტექნიკა მაგრამ უნდა ვუყოვდეთ მათემატიკურ მეთოდებს
შესაბამის სოწნას და გამოცდილება უნდა გქონდეს და გავიზიაროთ არც მორთულები დახმარებია და არც ჰოლანდიელები. გავაკეთეთ ჩვენი ძალით და ჩვენი ცოდნით. პირადად ფუნქციონირებს. ასე რომ ხშირად არის საჭირო ესეთი შეკრება, აზრების გაზიარება და შეიძლება ღიები რამ საინტერესო აღოვაჭროთ კიდეც. მე ერთი ციფრი მაქვს. ეს არის აღმოჩენილი საფრთხე, გამოყენებულია ლონდონ, ბოსტონ, სიდნეიში. აღნა მოსკოვა, მასკოვანი 87 წელი. ლეონარდო და ვინჩიდან დაწყებული გაანალიზებულია ყველა მექანიკოსი. ავტორი ამბობს, რომ 20-იანი წლებიდან ამ მიმართულების განვითარებამ გადმოინაცვლა საბჭოთა კავშირში. აქ კიდევ ოქროს სოფლიო განვითარების ოქროს ფონდშია შესატანიო 8 მეცნიერი. როგორ თქვით, რამდენი გაწოლია შესული? 4. აი მეორე Პროქცემს ბატონი ერგუჯამ გელაძე გახლავთ ფაზის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და მადლობის სიტყვას ეთქვის ქალბატონებო და ბატონებო თითოეულმა ჩვენთაგანმა დიდი ყურადღებით მოვისმინეთ ბატონი გელაძეიანის უაღრესად საინტერესო და უაღრესად ცხოვრებისეული მოხსენება, რისთვისაც ნამდვილად არ მაქვს უფლება, რომ პირადად მე ჩემი სახელით პირადად მას გადავცე ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო ნამდვილად ცხოვრებისეული ისეთი მოხსენება, რომელიც აბსოლუტურად ყოველთვის გვჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ აი ვინც უნდა აქცენტდეს მაგას ყურადღებას, ისინი თქვენს ბრძანეთ დიდი გულისწყრობით წერან ნამდვილად არ აქცევენ, თორე შეიძლებოდა რამდენიმე ისეთი კატასტროფის აცილება თავიდან, აი თუნდაც მყინვარზე რომ აი ის საშინელი კატასტროფები მოხდა ამ რამდენიმე წლის წინ, ვიცი მე მეცნიერები და განსაკუთრებით ვესწრებოდი გეოლოგიურ საზოგადოებაში სწორედ იმ კონფერენციას, სადაც ბრძანეს, რომ აი გათვალისწინებული რომ ყოფილიყო ის შენიშვნები და ის მოსაზრებები, რაც იქ სწორედ მეცნიერებმა დაწერეს, დადეს მაგიდაზე, როგორც იტყვიან და დანარჩენი თქვენი გასაკეთებელია უთხრეს, ეს იყო მთავრობის წევრები, ეს იყო შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები, აი ის კატასტროფები მაშინ არ მოხდებოდა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო გელა, იცოცხლეთ, სხვანაირად არ ცველოდით გულახდილებთ რომ გითხრათ. შეკითხვა გაქვთ? მე მგონი დასრულდა შეკითხვების დრო. ბატონ გელა გახლავთ ფაზის აკადემიის საინჟინრო მეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. არაჩვეულებრივი მოხსენება წარმოგვიდგინა, ჩვენ კიდევ გეგმავთ შემდეგში ბატონი გელას მოსმენას რიგ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა გადავახადოთ. ჩვენ ბატონიას ჩვენ მოგესალმება ბატონიას და გადაიას როგორც მოხდე ამ აკადემიასთან დღეს შედავა. ესე ბატონო მართლაც ძალიან მაგრამ მიხდებიან ესე იგი სამეგრელოს შეკრება უცხოეთში როგორც სახელმწიფოები და ბატონი გია ბელანის საკითხს და საერთაშორისო ჯედაურები. იმიტომ რაღაცებს მეკითხება ერთად, მაგრამ შეიძლება გადავშიფრო, მაგრამ შეიძლება საფრთხეს უნაროს. ასევე ბატონი ეკას მე დავაკითხე ხა სოფლიო საერთაშორისო არენის ერთ-ერთი უძლიერესი მთავარი სამუშაო. ესე იგი ისე დამეწევი Actually, როგორ ყავს კაცი შეძვალო ხოდა და ამავე დროს დიდი პატრიოტიზმით მინდა გითხრათ, რომ თუ მოიცადეთ დაგათვალიერებინეთ ჩვენ დავათვალიერებთ ფაზის აკადემიის შემდეგ ბატონი მოსენდას არ დავაცალეთ ჩვენ
როცა ეკნება სუბიექტი მოხსენება, შეიძლება მოითხოვოს სამესა. სასწრაფოდ ამბობს როცა გადააჭერა. ამიტომ ბაჭუნა სამეს ლაბორატორია ერთ სამბანია. სასიამოვნო გონო საქართველოს და ძებისთვის წინვალე ტურიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი გახლავთ, ესე იგი, ველში არიან ადამიანები, რომლებიც მასალიდან ჩვენ თამაშს. აი ეს ადამიანები ძალიან ძალიან ძლიერი. ეს მახსოვს ერთი რამ, მაგრამ იყოს ყველაში მასალიდან ჩვენ თავთან გახსოვს, აი ეს თავთავი რო იყო. დახრილი. შუთა რო იყო, რომ მაგარი. ბევრი სომნელი ქონდა ეს დაახლოებით ქონდა და მაინც დღესამორდა. ჩვენ გვასწავლეს, მაგრამ ჩვენი თაობა არ აქვს. არა და ადამიანს გამოსtildeება რო აქვს, უნდა როგორ შეიძლება პარლამენტში გახსნას დიპლომი თუ რა ქვია, შრომის სიგნალი ადამიანს. ჩვენ გავდიოდით თითოეული ეტაპს. დაბიჯებს გავდიოდით და ესე ვახსენდით. ახლა ბატონი კი არა თუ არის, არ უყავს ქება ახლა მაგრამ გავალი მიმართულებით არის დარგის სხვადასხვა დარგების მიმართულების მეცნიერი ადამიანი სამეცნიერო ხარჯი როგორც შეიძლება თუ არა მაგრამ უნავიცე დრამატამი და მე უნდა დაფიქრდე ეს ხარ ეკონომისტი ლინგვისტი წინვალეს მათასურების ახლა ისეთ რა ისტორიაში ბევრი ისტორიკოსი ვერ აჩვენებს და ახლა მათემატიკაში კიდე ახალ დიპლომს მიიღო თერმოჩავას დოქტორანტი არის და სასიამოვნოა და ესეთი ვეფაგი ბრძოლას ესეთი ხარ მე მახსოვს ამ შენობაში იქაფიჯექი მაშინ თქვენი სტატია რო გამოაქვეყნე 1997 პირველი სტატია. მადლობა ბატონო გელა. მადლობა. ძვირფასო კოლეგებო, ეს თემა უკვე დავასრულეთ ბატონ გელასთან დაკავშირებით, მოხსენება საინტერესო იყო. ყველანაირი შეკითხვები უკვე და შეფასების ფორმატს გავიარეთ. საერთოდ შეგახსენებთ, რომ ფაზის აკადემიის სესია საერთოდ მოხსენება წინასწარ იგზავნება 3 თვით ადრე. ბატონ გელას 1 წლის წინ ქონდა უკვე შემოტანილი და ჩვენ დავგეგმეთ. მოკლედ, ეხლა შემდეგი საკითხი ქალბატონიკა მოგვახსენებს. მე სულად 5 წუთს აგარწმევთ ექსპედიციებთან დაკავშირებით მინდა შეგახსენოთ. ჩვენ უნდა გქონოდა ახლა სამეგრელოს ექსპედიცია, მაგრამ გარკვეული ვითარებების გამო გადაიდო და გადავწყვეტეთ, რომ ხდება სექტემბრის ან შუა რიცხვებში, ან სექტემბერი-ოქტომბრის დასაწყისში. რა არის ამის მთავარი მიზანი და რატომ ვაკეთებთ ამ ექსპედიციებს? ჩვენ შეგვიძლია ჩავიდეთ, შევხვდეთ უბრალოდ საზოგადოებას, გავეცნოთ მათ, ჩვენი ახალი აღმოჩენები მათ გავაცნოთ და წამოვიდეთ, მაგრამ მთავარი არ არის ჩასვლა და რაღაც პირობითად რო ვთქვათ, რომ ფაზის აკადემიის სახელის გაჟღერება. მთავარი არის, რომ საქმე გავაკეთოთ, ის საქმე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად სჭირდება არსებობისათვის. ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ ყველა რეგიონი მოვიაროთ მომავალი წლიდან და ყველა რეგიონის გუბერნატორს შევხვდეთ. ამისათვის ჩვენ უკვე ვაკეთებთ მოსამზადებელ სამუშაოებს, პირველი იქნება სამეგრელო და სამეგრელოს გუბერნატორს მის ორგანიზაციას უნდა გავაწყვეტოთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ფაზის აკადემიას საქართველოსათვის და კონკრეტულად სამეგრელოსათვის. გარდა ამისა, ჩვენ გვექნება სხვადასხვა მიმართულებები მათთან საუბარი, არა მხოლოდ ფაზის აკადემიის არსებობის შესახებ გავაცნობ, არამედ გვინდა, რომ საქართველოში აუცილებლობას რაც წარმოადგენს ადამიანების არსებობისათვის ამ მიმართულებებს მივაქციოთ ყურადღება. პირველ რიგში რაც სიცოცხლისათვის აუცილებელია, ეს არის ეკოლოგია, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვა და შემდეგ უკვე ტურიზმი, განათლება და სხვა მიმართულებები. უკვე ჩვენთან დაწყებული არის ამ თემებთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან ვთხოვ ყველანი ჩავერთოთ აქტიურად. იმიტომ რომ თქვენი პრეზენტაციებით უნდა მივიდეთ ჩვენ გუბერნატორებთან. მათ უნდა გავახსენოთ კონკრეტული რეგიონის პრობლემების შესახებ, შეიძლება გამერწმუნდეთ, რომ ძალიან ბევრი არ ეცოდინებათ და ჩვენ უნდა წარმოვაყენოთ ის საკითხები, რომლებიც ამ რეგიონებს აუცილებლად სჭირდებათ. სამეგრელო შეგვექნება სამცხე-ჯავახეთი, იმიტომ რომ იქაც მიდის უკვე მოლაპარაკებები და შემდეგ უკვე ასე ჩაერთება სხვადასხვა რეგიონები. იქნება 2-3 ექსპედიცია, რათა მოსახლეობა შეხვდეთ, საგანმანათლებლო ცენტრებს შეხვდეთ და რა თქმა უნდა, მმართველობით ორგანოებს შეხვდეთ, თან დავათვალიეროთ რეგიონის ღირსშესანიშნაობები. ჩვენ ახლა თქვენ იცით, რომ გვყავს მცირე აკადემია, ფაზისის მცირე აკადემია, რომელიც ჩართული არის საერთაშორისო პროექტში შეინეცნის შენი სამშობლო, რომელიც უკვე 5 წელია მიმდინარეობს და დაჯილდოებული არის საგარეო საქმეთა სამინისტროს და შოთა რუსთაველის ფონდების მიერ
და ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო 600 მოსწავლე საქართველოს რეგიონებსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ 9 ქვეყნის ბავშვები არიან თავმოყრილი, 9 ქვეყნის დელეგატები გვყავს. წელსაც რა თქმა უნდა ჩავატარეთ ერთი პროექტი, ეს იყო მსოფლიო ზედათა და დამწერლობათა ისტორია. აი ეს მეცნიერების შესწავლა. ასეთი პროექტი ჩავატარეთ, ძალიან საინტერესო იყო და მე მინდა დღეს არ გვესწრებია ჩვენ ფაზის აკადემიის მეცნიერები, მაგრამ მინდა უღრმესი მადლობა უთხრა გია ყვაშილავას ჩვენს პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, ქალბატონ თინა ონიანს, ანა მესს, ნათია ფონიავა ჩვენი აკადემიის წევრი არ არის, მაგრამ დიდი სიხარულით შეერთო, ასევე ლევან კოჭლამაზაშვილი, არც ბატონ ლევანი არის ჩვენი აკადემიის წევრი, იაშა კანდილავა და ციური ახვლედიანს. ამ ძვირფასმა ადამიანებმა ჩვენს მოსწავლეებს წაუკითხეს ძალიან საინტერესო ლექციები სხვადასხვა ენების ისტორიებისა და დამწერლობების ისტორიების შესახებ. მონაწილეობა მიიღო თითქმის 100 მოსწავლემ და გუნდა კონფერენციაც ჩავატარეთ და წარმატებებს უსურვებ როგორც ლექტორებს, ასევე ჩვენს მომავალ თაობას და ეს პროექტი არ არის მხოლოდ გამიზნული იმისათვის, რომ ჩვენ აი საქმის თემა გავაცნოთ. შარშან ქალბატონ ქეთევან საყვაძე იყო ჩვენი ხელმძღვანელი, ჩვენ როგორც მკვლევარები ამ პროექტმა იმდენად კარგი მოწონება დაიმსახურა, რომ ორჯერ რუსთაველის ფონდმა გამოფენაზე გაიყვანა ჩვენი პროექტის მონაწილეები. ეს პროექტი არის იმისთვის შექმნილი, რომ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოზარდები დავაკავშიროთ ერთმანეთს, დავამეგობროთ და ამასთან ერთად საქართველოს ისტორია მთელი თავისი მშვენიერებით გავაცნოთ. მომავალი წლიდან სექტემბრიდან ვიწყებთ ახალ პროექტს მცირე აკადემიაში, ეს არის ასტრონომიის თვალი დანახული ქართული მემკვიდრეობის ძეგლები, ასტრონომიის როლი ამ მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლაში. ძალიან საინტერესო პროექტი იქნება, მთელი სასწავლო წელი გაგრძელდება ეს პროექტი და იმედი მაქვს, რომ ჩვენი აკადემიის მეცნიერები დაუჭერენ მხარს. დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის, ველოდებით თქვენგან წინადადებებს. მართალია ჩვენ დღეს ვასრულებთ ამ სამუშაო დღეს, მაგრამ მთელი ზამთრის მანძილზე გვექნება შეხვედრები. დიდი მადლობა, გისურვებთ დიდ დასვენებებს. ეხლა პათოლოგია დიპლომები გადავწყვეტ. ახლა გადავცემთ დიპლომებს ფაზის აკადემიის წევრებს და კიდევ ფაზის აკადემიის მცირე აკადემიის არ არიან სამწუხაროდ, ეს არის მცირე აკადემიის პროექტის დიპლომი. და მე ხო ვარ? თქვენ ხართ. მე და თქვენ არ ხართ. ხო, ჩვენ დიპლომები გადავცეთ და დიპლომები. ბატონ გელა ლობჟანიძეს. ბატონ გელა ლობჟანიძე მოგზანდეს. ისურვებ წარმატებას ქალბატონი ლუარა ჭანტური. ქალბატონ ლუარა მოგზანდე. ილოცავთ ისურვებ წარმატებას ქალბატონ ლუარა. ქალბატონ მედიკო ბენდელიანი. ქალბატონ მედეა. წარმატებას. ქალბატონი ელინა ქრისტესიაშვილი. ქალბატონ ელინა. მოგზანდით. ანა. ილოცავთ ისურვებ წარმატებას. ანა კაბატალზე. ქალბატონი ანა. ილოცავთ ისურვებ წარმატებას. ქალბატონი ქეთევან საყვაძე. თავას. მე. ფოტო. ილოცავთ ქეთევან ისურვებ წარმატებას. ბატონი ვახტანგ გარჩვაძე. ბატონო ვახტანგ ბოგდან. ბატონი ჯიმშერ ქერქაძე. ისურვებ წარმატებას. ბატონი ჯიმშერ ქერქაძე. ილოცავთ ისურვებ წარმატებას.
ბატონი თეიმურას ყალიჩავა. ბატონ თეიმურას ყალიჩავა გახლავთ რიგით მე-100. ამიტომ არაჩვეულებრივი ნომერი გაქვს. ბატონო თამარ გუგანძე. აბა დავინახოთ კარგად, დავინახოთ. აბა ისურვებ წარმატებას. აუცილებლად. ბატონი თამას ობგაძე. ბატონი ვალერიან ბეკუა. ჩვენთვის უდიდესი სამახო მეცნიერი. ბატონო თამას. ვამაყობ თქვენით. მეკითხო. ძალიან პატის ვსებთ გთხოვთ იქით შევიხედოთ იქით. დიდი მადლობა. წარმატებები. ბატონი ვალერიან ბეკუა. ბატონო ბახტანგ ბაღრატ. ბატონო ვალერიან. გილოცავთ. ისურვებ წარმატებას. ბატონო ვახტანგ. ბატონი ვახტანგ ბაღრაძე არაჩვეულებრივი ფილოლოგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის პროფესორი. ჩვენთვის საამაყო და თითის საჩვენებელი ადამიანი. მადლობა ბატონო ვახტანგ. საქმენი მეტი გვაქვს. აი აქ არის. ბატონო შეიძლება მის კი არის. ხორნიკე ხალაზე. ახალგაზრდა ბატონი ხორნიკე, მაგრამ ყოველთვის აქტიურად ინტერნეტში საქართველოს ისტორიასთან და სხვა მნიშვნელოვან თემებს მუდამ აჟღერებს. როცა ბატონო ხორნიკე გისურვებს წარმატებას. ვილად მისაბაძე ახალგაზრდა. აი ბატონ გიას გადავცეთ დიპლომი. მადლობა. ძვირფასო კოლეგებო, დავასრულოთ ფაზის აკადემიის სესია, 26-ე სესია იყო, 27-ე სესია განაგრძობა სექტემბრის. მოგეხსენებათ წევრებს ყველა მიცის, რომ ფაზის აკადემიის სესია თვის ყოველ ბოლო პარასკევს ტარდება და წინასწარ გამოაგზავნეთ მოხსენებები. აბა გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერ დასვენებებს. კარგად ბრძანდებოდეთ.